ბიჭებმა და კაცებმაც ბოლომდე უყურეთ ამ ჩვენ პოდკასტს. ქიმიურ და ფიზიკურ ფილტრებს შორის რეალურად დიდი განსხვავება არ არის. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ნებისმიერი კანი თუნდაც ცხიმიანი დავატენიანოთ. რამდენად შეიძლება თავისთავად ამ კრემებმა ფიზიკური იქნება ეს თუ ქიმიური რისკი შეუქმნას კანს. არსებული მზის გადამცავები არანაირად არ აფერხებს D ვიტამინის სინთეზს ჩვენ ორგანიზმში. რაც უფრო მაღალია SPF-ი, უფრო უკეთ არის ჩვენი კანი დაცული გაწითლებისგან, ანუ დამწრობის მიღებისგან. და აუცილებლად კანის მოვლის რუტინაში მზის გადამცავი იყოს ბოლო საფეხური. ისეთი მზის გადამცავები არის შექმნილი, რომელიც მაკიაჟის ზემოდან განახლებისთვის არის ძალიან კომფორტებული. რამდენად მჭირდება მე მზისგან დამცავის გამოყენება რეგულარულად შენობის შიგნით. თუ ეშმაკს არ ძინავს, ჩვენც ფხიზლად უნდა ვიყოთ, ხო? კარგი ნატურა ნიშნავს უფრო მავნეს და უფრო მაღალ რისკს კანის კიბოს განვითარების დროთა განმავლობაში. რამდენი ადამიანიც ვართ, რეალურად იმდენი კანის კიბი არსებობს. მზისგან დამცავი არ უნდა გადავასხათ არაფერში. ჩვენ რო გავხსნათ ვედერის აპლიკაცია. UV ინდექსის 6-ის დროს განსაკუთრებით უნდა გამოიყენო SPF 50-დან. ეს არის სავალდებულო, მოკლედ SPF და იმ შემთხვევაში თუ აი სიტყვაზე მზისგან დამცავს ყოველდღიურად ხმარობ და ის შეიცავს უკვე დამატენიანებელს. ასე შემთხვევაში საჭიროება მაინც არის ამ ცალკე დამატენიანებლის ხმარების. ყველაზე დიდი არაები რა არის კანის მოვლაში. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ და უყურებთ ჯანსაღი დიალოგის მორიგ ეპიზოდს. ჩვენი პოდკასტი გახლავთ საქართველოს გაეროს ასოციაციის და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. დიდი მადლობა მინდა უთხრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და FabLabs გვერდში დგომისთვის. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო ეპიზოდი, ვინაიდან ვისაუბრებთ კანის ჯანმრთელობაზე, კერძოდ კანის მოვლის რუტინაზე და პირველ რიგში ჩემი თავის სასაყვედუროდ მინდა ვთქვა, რომ როგორც ქართველი ბიჭების და კაცების 99% ჩემი თავი კანის მოვლის რუტინა შემოიფარგლებოდა მყარიან თხევადი საპონით, შამპუნით, კარგ შემთხვევაში ზღვაზე მზისგან დამცავებით და რაღაცნაირად ჩემ ცნობიერებაში კანის მოვლის საშუალებები და ეგრეთ წოდებული მაკიაჟი, ანუ რაღაცნაირად დეკორატიული კოსმეტიკა ერთ ქვაბში ვხარშავდი ამ ყველაფერს და რომ ჩავეძიე ამ კანის მოვლის რუტინას, აღმოაჩინე რომ ეს არის ძალიან დიდი სამყარო, ძალიან ბევრი ახალი რამ გავიგე, სიახლე, ნიუანსებით, დეტალებით დატვირთული თემა არის და ეს არ არის ფუფუნების არა იმ გაგებით, რომ იაფასიანია ან ძვირადღირებული არ არის ფუფუნების იმ გაგებით, რომ ეს არის ჩვენი კანის ჯანმრთელობაზე და აღმოაჩინე რომ ძალიან ბევრ რაღაცას არ ვაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდე და პირიქით, ხო? ამიტომ იმას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბიჭებმა და კაცებმაც ბოლომდე უყურეთ ამ ჩვენ პოდკასტს, იმიტომ რომ გოგოებში და ქალებში უფრო მეტად არის დანერგილი ეს კანის მოვლის რუტინა და ამიტომ ეს პოდკასტი არის ყველასთვის. თუმცა ერთი სირთულე, რასაც შევეჩეხე ამ გადაცემის მომზადების დროს, არის ის, რომ კანის მოვლის თემაზე არსებობს ზღვა ინფორმაცია. ჩემი ფიდი გადაივსო ძალიან ბევრი ინფლუენსერით, კანის მოვლის ტრენერით, ასე შემდეგ და თითქოს ყველას თავის სიმართლე ჰქონდა და ეს ნაწილობრივ ობიექტურიც არის, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა პროდუქტი უხდება, როდესაც პროდუქტებზე საუბრობდნენ, ხო? პრინციპში საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს, რომელიც გათვითცნობიერებული არ არის კანის მოვლის რუტინაში, შეიძლება ამ ინფორმაციის ზღვაში ნავიგაცია გაუჭირდეს და ძალიან მიხარია, რომ აღმოაჩინე ადამიანი, რომელიც დიდი პასუხისგებლობით უდგება ამ საქმეს ქართულ მედია სივრცეში, ჩვენი სტუმარი მარიამ ივანიაძე, რომელიც გახლავთ კანის მოვლის ტრენერი და დიპლომირებული მედიკოსი, ანუ სამედიცინო განათლებაც აქვს და ყოველდღიურ რეჟიმში ადვოკატირებს კანის მოვლის სწორ მეთოდებს, ასე ვთქვათ, ყოველთვის ეყრდნობა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, ცდილობს და ეს ყოველთვის წარმატებით გამოსდის და მიხარია რომ გმასპინძლობთ დღეს თქვენ მარიამ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ესეთი წარდგენისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მარიამ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ვისაუბრებდით კანის მოვლის იმ საშუალებებზე, რომელიც არის აი სავალდებულო, ხო, შეიძლება ითქვას. და დავყავით 3 სექციად. ეს არის მზის განდაცვა,
კანის მზის განდაცვა, კანის დატენიანება და დაბანა გაწმენდა, ხო? ცხადია ეს სექციები პირობითია და ჩვენ ამ თემებზე საუბრისას გვექნება გადაფარვები, გადაკვეთები, იმიტომ რომ ურთიერთქმედებს ეს ყველაფერი ერთმანეთთან. ცალკეულად არ გამოვყავით დეკორატიული კოსმეტიკა, ვინაიდან ეს ჯანმრთელობას პირდაპირ ნაკლებად ეხება, თუმცა ვიზუალი ხშირად ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაწილიც არის, რომელიც არ არის ფიზიკური ჯანმრთელობისგან განყენებული, თუმცა ირიბად შევხებით თუ სიტყვა მოიტანს, რომ ვინაიდან მაინც უფრო დეკორატიულ კოსმეტიკაზე საუბრობთ ამ შემთხვევაში. და რადგან ზაფხული დადგა და შევდივართ გაგანია ზაფხულის პერიოდში, მოდი დავიწყოთ მზისგან დამცავებით. ზესაუბრით. პირველ რიგში მაინტერესებს ზოგადად რისთვის გვჭირდება მზისგან დამცავი და რა ტიპის მზისგან დამცავები არსებობს და აი, როდესაც მაგალითად ადამიანი, რომელიც საერთოდ არ ხმარობს მზისგან დამცავებს და გადაწყვიტა, რომ უნდა დაიწყოს მოხმარება. აი, რა უნდა გაითვალისწინოს და რისგან გვიცავს ეს მზისგან დამცავება. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო კითხვებისთვის და მართალი ხარ, ზაფხული წარმოუდგენელია მზისგან დამცავების გარეშე და ზოგადად მზისგან დამცავები ძალიან დიდ როლს ასრულებენ პირველ რიგში კანის კიბოს პრევენციისთვის და ამით ძალიან ცოტა იწყებს საუბარს, რომ მზისგან დამცავი ახდენს კანის კიბოს პრევენციას. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ამით უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ კანის კიბო არის საკმაოდ ვერაგი დაავადება, განსაკუთრებით მელანომა ძალიან ხშირად ფატალურად სრულდება, ამიტომ პირველ ვიტყვი, რომ ეს არის ერთადერთი ძალიან მარტივი საშუალება, რაც ახდენს, ანუ წარმოიდგინე კრემი კანის კიბოს პრევენციას, ეს პირველი. მეორე რიგში ნაოჭების პრევენციას, დროთა განმავლობაში ჩვენი კანი, ასე ვთქვათ, უფრო და უფრო დეჰიდრატირებული ხდება, უფრო და უფრო სხვადასხვა ისეთი ცილები გვაკლდება, რაც ახალგაზრდობაში გქონდა და შემდეგ უკვე დროთა განმავლობაში იკლებს მათი რაოდენობა, თუნდაც კოლაგენი, ელასტინის და სწორედ ასე ვთქვათ, ამ კანის ბარიერული ფუნქციის შენარჩუნებაში გვეხმარება მზისგან დამცავი. შესაბამისად, ის რომ მზისგან დამცავი გვიცავს ნაოჭების განვითარებისგან, აგრეთვე გვიცავს ლაქების განვითარებისგან, რაც საკმაოდ ხშირი არის განსაკუთრებით თუ მზეზე დიდ დროს ვატარებთ და თუნდაც დახურულ შენობებში, სადაც მზის სხივი შემოდის და სინათლე გვხვდება, მაშინაც არის რისკი, რომ ლაქები განვითარდეს. ეს არის ის სამი ძირითადი ფაქტორი, რისგანაც გვიცავს მზისგან დამცავის საშუალება და შემდეგ უკვე არის ისეთი ფაქტორები, რაც არის თუნდაც კანის გამოშრობა, გაღიზიანება, ბარიერის დაცვა, რისგანაც ყოველდღიურობაში გვიცავს ბუნებრივია მზისგან დამცავი და აქვე დავამატებ, რომ სხვადასხვა მკურნალობის პროცესში, განსაკუთრებით აკნეს მკურნალობის დროს გამოიყენება ისეთი მედიკამენტები, რაც განსაკუთრებით გვიშრობს, გვიღიზიანებს კანს და თუ მზისგან დამცავი არ მივაშველეთ, უბრალოდ ჩათვალე, რომ მკურნალობა წყალში არის ჩაყრილი, აქედან გამომდინარე, აუცილებელია ყველა შემთხვევაში ის რეკომენდაციები დავიცვათ, რაც თუნდაც სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში ექიმი გვირჩევს. კი ბატონო, აი მზისგან დაცვა ვახსენეთ და ისიც უნდა ვთქვათ ალბათ, რომ პირველ რიგში ჩვენ თავს ვიცავთ მზის სხივის ტალღებისგან, ხო, რომელიც აი სიგრძის მიხედვით სხვადასხვანაირად სახელდება და აქ ჩვენთვის ყველაზე მეტად რელევანტური არის ულტრაისფერი A და ულტრაისფერი B ტალღები, ხო, ანუ მზეს აქვს ელექტრომაგნიტური დასხივება და ამ სხივების სხვადასხვა ტალღებს სხვადასხვა სახელდება აქვს, როგორც თქვი. ანუ აი ეს რო განმარტოთ, ხო, აი რა ეს ულტრაისფერი A და ულტრაისფერი B, რომელი რას იწვევს და როგორ გვიცავს ამისგან მზისგან დამცავი ამათი მავნე ზემოქმედებისგან. კი, როგორც აღნიშნე, მზე გამოყოფს ულტრაისფერ სხივებს, აქედან UVA, UVB ხდება დედამიწაზე, შესაბამისად ჩვენ კანზე კიდევ UVC-საც გამოყოფს, მაგრამ ეგ ჩვენ კანზე არ ხდება, ამიტომ მაგას არ ჩაუხმავდეთ. ულტრაისფერი A სხივი არის უფრო გრძელი სხივი, ვიდრე ულტრაისფერი B. შესაბამისად, აი მარტივად რომ დავიმახსოვროთ, aging, ანუ კანის დაბერებას იწვევს, უფრო ღრმად ჩადის ჩვენ ქსოვილებში და DNM-ის დაზიანებას იწვევს. DNM-ის დაზიანება თავისთავად კანის კიბოს განვითარებამდე მიდის და საბოლოო ჯამში ეს იწვევს ლაქების განვითარებასაც. ანუ საკმაოდ დამაზიანებელია ულტრაისფერი A სხივი, გრძელი სხივია და მზისგან დამცავები ბუნებრივია ამ სხივის საწინააღმდეგოდაც გვიცავს. თუმცა სანამ ამაზე გადავალ
ბისხივზე ვიტყვი. ბისხივი შედარებით უფრო მოკლე სხივია, მარტივად რომ დავიმახსოვროთ bee burning, ანუ დამწრობას იწვევს. შესაბამისად, კანის ზედაპირზე ხვდება, იწვევს კანის დამწრობას, კანის გაწითლებას, შესაბამისად ლაქების განვითარებასაც, კანის კიბოს განვითარებასაც, რაც ბუნებრივია დროთა განმავლობაში ძალიან ცუდად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ბუნებრივია ამის საწინააღმდეგოდაც გვიცავს მზისგან დამცავი, თუმცა თვითონ SPF-ი, რაც არის ეს აბრივიატურა, ნიშნავს sun protection factor, ანუ მზისგან დამცავ ფაქტორს, რომელიც გვიცავს უშუალოდ ულტრაისფერი ბისხივებისგან. მაგრამ დღესდღეობით უკვე ძალიან ბევრი ესეთი ტერმინი არის, რასაც უნდა დავაკვირდეთ, მაგალითად მზისგან დამცავებზე ზოგს აწერია broad spectrum, რაც ნიშნავს ფართო სპექტრს და სწორედ ფართო სპექტრის მზისგან დამცავები გვიცავს როგორც UVA, აგრეთვე UVB სხივებისგან. მაგრამ აქაც იმას დავამატებ, რომ ზოგიერთ დამცავს ეს არ აწერია და უბრალოდ UVA, UVB აწერია, UVA არის შემოხაზული და რეალურად იგივე მანიშნებელია, რომ ორივე სხივისგან გვიცავს ის კონკრეტული ფართო სპექტრის დაცვა, კი. ხო. თუმცა ჩვენ კანში ასევე გვაქვს ბუნებრივი დამცავი მელანინის სახით, ხო, რომელიც წარმოიქმნება და ხშირად აი ცოტა ერთ მითსაც რო შევეხოთ, არის ესეთი მითი, რომ თუ არ იწვევი მზეზე და პირდაპირ ნარუჯს იღებ, ასე ვთქვათ, ესე იგი შენი კანი არ დაზიანებულა. არადა სინამდვილეში მელანინის წარმოქმნა კანის მხრიდან უკვე ნიშნავს იმას, რომ კანი თავდაცვას პოზიციაში გადადის და მელანი სწორედ იმიტომ წარმოქმნის, რომ მელანი არის თანთქმელი, ხო? ამ მზის სხივებისა. ამაზე რა შეგვიძლია ვთქვათ, ხო, ეგრე არის ნამდვილად. კარგად თქვი, ანუ წარმოიდგინე მელანინი, როცა ასე ვთქვათ, წარმოიქმნება რუჯი შესამჩნევი ხდება, ანუ კანი იფერება და ეს არის ორგანიზმის დამცველობითი პასუხი, ანუ ორგანიზმი ითხოვს შველას და როცა შველას ითხოვს, ეს ვიღაცას კარგი ჰგონია, რომ რუჯი არის დამცველობითი ეფექტი. რეალურად რუჯის დაცვა არ შეედრება მზისგან დამცავის დაცვას, იმიტომ რომ ჩვენ დნმ-ი მაინც დაგვიზიანდება დროთა განმავლობაში და ეს რუჯი არის უბრალოდ ხანმოკლე თავდაცვის ეფექტი, რაც დროთა განმავლობაში არ გაგრძელდება და დროთა განმავლობაში არ დაგვიცავს თუნდაც ლაქების და კანის კიბოს განვითარებისგან. ამიტომ ეს არის რაღაც დროებითი ხანმოკლე თავდაცვის საშუალება, რაც რეალურად ჩვენ კანს აზიანებს და დროთა განმავლობაში უკვე ორგანიზმსაც დააზიანებს. ანუ შველას ითხოვს ორგანიზმი რუჯის დროს. აჰა, ზუსტად და აი რო გადავიდეთ უკვე თვითონ მზისგან დამცავი საშუალებების ტიპებზე, ხო? ვიცით რომ ძირითადად ორი ტიპის ფილტრები გამოიყენება მზისგან დამცავებში, ეს არის ქიმიური ფილტრები და არის მინერალური იგივე ორგანული თუ ფიზიკური ასეც ეძახიან ფილტრებს. რა სხვაობაა მათ მოქმედების მექანიზმს შორის და თუ არის რაიმე სხვაობა რისკების თვალსაზრისითაც ამ ორ პროდუქტს შორის, რომელიც სხვადასხვა იმას იყენებს ფილტრებს. კი ბატონო, ქიმიური, ფიზიკური ფილტრები ფართოდ არის გავრცელებული. ქიმიურს სხვათა შორის ორგანულიც ქვია, ფიზიკურს მინერალურიც ქვია და ეხლა მე რომ შენ გითხრა რომ ხმარობ ორგანული შემადგენლობის მზისგან დამცავებს, სახელიდან გამომდინარე, ალბათ არ იფიქრებ, რომ ქიმიურს ვიყენებ და გეგონება, რომ რაღაც ძალიან უსაფრთხო რაღაცას ხმარობ. რეალურად, უბრალოდ საზოგადოებაში არის დამკვიდრებული ეს ორი ტერმინი, ქიმიური, ფიზიკური, მეტი რომ აღარ ვიფიქროთ და აღარ გავართულოთ, მოდი ამ ორი ტერმინით გავაგრძელებ საუბარს. აგრეთვე დავამატებ, რომ არსებობს კომბინირებული ფილტრებიც, რაც ნიშნავს ფიზიკურის და ქიმიურის კომბინაციას. და ამას ცოტა მე შევეხები. ჩემი შემდეგ კითხავს გასცემ დაუსმელად პასუხს, ხო? დაგესარი. ესე იგი, ქიმიურ და ფიზიკურ ფილტრებს შორის რეალურად დიდი განსხვავება არ არის და რატომ? ადრე იყო ესეთი ცოტა არასწორი ინტერპრეტაცია, რომ ქიმიური მზისგან დამცავს, როცა გამოვიყენებთ, მისი გამოყენების დროს შთაინთქმება, ასე ვთქვათ, ულტრაისფერი სხივები და გარდაიქმნება სითბოთ. ანუ კანი შეიწოვს ულტრაისფერ სხივებს და გარდაქმნის სითბოთ. ხოლო ფიზიკურ დამცავს, როდესაც გამოვიყენებთ, ფიზიკური დამცავი აისხლიტავს ულტრაისფერ გამოსხივებას და შესაბამისად კანში გარდაქმნა აღარც მოუწევს. დღესდღეობით ეს მითი დამსხვრეული არის და კვლევებით დადასტურებული არის, რომ ფიზიკური ფილტრის მზისგან დამცავი, ასე ვთქვათ, აირეკლავს მხოლოდ ულტრაისფერი სხივების 5%, ხოლო 95%-ს შთანთქავს და გარდაქმნის სითბოთ. ქიმიური 100%-ს შთანთქავს და გარდაქმნის სითბოთ. შესაბამისად მოქმედების მექანიზმი აქვს აბსოლუტურად იდენტური, თუმცა
თვითონ ინგრედიენტები, ქიმიური და ფიზიკური არის განსხვავებული. მარტივად რომ დავიმახსოვროთ, ფიზიკური ფილტრები არის თუთიის ოქსიდი და ტიტანიუმის დიოქსიდი, მხოლოდ ეს ორი და სხვა დანარჩენი იქნება ეს ავობენზონი, ჰომოსალატი თუ სხვა, არის ქიმიური ფილტრები, რომ შევძლოთ ასე ვთქვათ, მზის განდამცავებში განსხვავება. კი ბატონო, ასევე არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ქიმიურ დამცავებზე მეტად რომ თავისთავად მზის განდამცავი კრემის გამოყენება შეიძლება წარმოადგენდეს რისკს კანისთვის. ნახსენები არის კანის კიბო, ასე შემდეგ, ხო, სხვადასხვა მდგომარეობას. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? რამდენად შეიძლება თავისთავად ამ კრემებმა ფიზიკური იქნება ეს თუ ქიმიური რისკი შეუქმნას კანს რაიმე მიმართულებით? კარგი კითხვა არის, იმიტომ რომ რეალურად ეხლა რაზეც არის ცოტა შეშფოთება ატეხილი საზოგადოებაში, რომ ქიმიური ფილტრები არის კანცეროგენული ორგანიზმისთვის, რეალურად ეკვლევები FDA-მ გამოუშვა 2019 წელს. 2019 წლის კვლევების, ასე ვთქვათ, თანახმად, ცხოველებს მიაღებინეს ძალიან დიდი დოზა ქიმიური ფილტრები, ანუ იმდენად დიდი დოზით, რომ ადამიანი თავისი მთელი ცხოვრების განმავლობაში მაგდენ ქიმიური ფილტრების მზის განდამცავს ვერ გამოიყენებს და ბუნებრივია იმ ცხოველებს დაემართათ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, კანის მდგომარეობები იქნება ეს კანის კიბო თუ სხვა დაავადებები. ეს კვლევები შემდგომ დისკვალიფიცირდა, რადგან არასწორ გარემოში, არასწორი რაოდენობით და არასწორ, ასე ვთქვათ, ტარგეტზე იქნა ჩატარებული. ამიტომ ის რაოდენობა, რაც ამ კვლევებით, ასე ვთქვათ, დადასტურდა, რომ კონკრეტული რაოდენობის მზის განდამცავის გამოყენება მთელი ცხოვრების განმავლობაში რაღაც დამაზიანებელი იქნება ჩვენთვის, არის აბსოლუტური სიცრუე, რადგან მაგდენი რაოდენობით ჩვენ უბრალოდ ვერ გამოვიყენებთ ძალიანაც რომ გვინდოდეს. ხო. ხო. კეთილი. კიდევ არის ეგეთი მოსაზრება გავრცელებული. ანუ ეს მითი არის, მოკლედ, ჩვენ ახლა რაზეც ვთქვით, რომ ის რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ადამიანებში ფიზიკური იქნება თუ ეს ქიმიური ფილტრის შემცველი კრემი რაიმე ტიპის ზიანს იწვევდეს კანზე. და პრინციპში ჩვენ ამაზე გადაცემებით საუბრობდით, აი რაღაცა მინიმალური რისკი რომ ახლდეს კიდეც, რომელიც არ დასტურდება კლინიკურად, ის დამცველობითი ეფექტი, რაც მზის წინააღმდეგ აქვს ამ ბარიერებს, რისკის სარგებლის ანალიზის თვალსაზრისით ბევრად უფრო სარგებლიანი იქნებოდა. კიდევ ესეთი გავრცელებული მოსაზრება არსებობს, რომ თუ მზის დამცავებს იყენებ რეგულარულად, ეს ამცირებს D ვიტამინის წარმოქმნას. ეს რამდენად შეესაბამება, რაც პრინციპში ლოგიკურად ჟღერს, იმიტომ რომ D ვიტამინის წარმოქმნას, პრეკურსორის D ვიტამინის ან წინამორბედის წარმოქმნას ხელს უწყობს ულტრაისფერი B სხივებზე კანის ექსპოზიცია, ანუ კანის კონტაქტი და შემდეგ წარმოიქმნება ღვიძლში უკვე აქტიური ფორმა D ვიტამინის. შესაბამისად, თუ ამ დამცავებს ვიყენებთ, რომელიც ულტრაისფერ B სხივებს ბლოკავს, მაშინ რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ამცირებს D ვიტამინის წარმოქმნას ორგანიზმში? კარგი, მაშინ მოდი გეტყვი, რომ 100% არც ერთი მზის განდამცავი არ გვიცავს, რა რაოდენობაც არ უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისად, თუ 100% არც ერთი მზის განდამცავი არ გვიცავს, ანუ ფანჯარა მაინც რჩება, რომ ჩვენ ორგანიზმში მოხდეს D ვიტამინის სინთეზი, UVB სხივი შევიწოვოთ და ბუნებრივია, შემდგომ უკვე D ვიტამინის წყარო მივიღოთ ჩვეულებრივად მზისგან. მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ და სულ რომ 100%-ით გვიცავდეს მზის განდამცავი, ჩვენ სხეულზე მაინც არსებობს ისეთი ადგილები, სადაც მზის განდამცავს ვერ წავისმევთ. ეს იქნება სკალპი, მაგალითად თითებშორისი ადგილები, ან კანზე ისეთი პატარა ადგილი, სადაც მოხვდება მზის სხივი და შემდგომ უკვე არ გადაიქნება D ვიტამინა ჩვენს ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, პირველი ის რომ 100%-ით არც ერთი მზის განდამცავი გვიცავს, რამდენიც არ უნდა წავისვათ. მეორე ის რომ სულ რომ 100%-ით გვიცავდეს, მაინც ჩვენ ორგანიზმში რამენაირად მოხვდება მზის სხივი და შემდგომ უკვე D ვიტამინის სინთეზი მოხდება და მესამე არსებული მზის განდამცავები არანაირად არ აფერხებს D ვიტამინის სინთეზს ჩვენ ორგანიზმში, იმიტომ რომ მაინც ხდება, ასე ვთქვათ, ულტრაისფერი B სხივის მოხვედრა ჩვენს სხეულზე და შემდგომ უკვე სინთეზი D ვიტამინის. მეც როგორც ჩავეძი, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ D ვიტამინის დეფიციტი რამენაირად კორელაციაში იყოს მზის განდამცავების რეგულარულ გამოყენებასთან. კი ბატონო, აი SPF-ი ვახსენეთ და აი ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა რომ სწორედ აღიქვას, როგორ უნდა მოიხმაროს
მოიხმაროს ეს მზისგან დამცავები, ხო? იმიტომ რომ თავარი არ არის რომ წაისვა, თავარი არის როგორ ისვავ, როგორ ინაწილებ კანზე, რომ კანი იყოს სრულად დაცული განგრძობითად, ხო? ეს SPF-იც კი მყარი ინდექსი არის, მაგრამ პირობითია მაინც, ხო? იმის დამიხედვით რა აქტივობას ეწევი, რომელი სეზონი არის, ხო, წლის, მაგალითად ვიცით რომ არსებობს ესეთი ტერმინი კიდე UV ინდექსი, ხო, ულტრაისფერი სხივის ინდექსი, რაც უფრო მაღალია, მზის ენერგია და ინტენსივობა კიდევ უფრო მაღალია, ამიტომ მან დამწრობის რისკი კიდევ უფრო მაღალია, ხო? აი როგორი არის მზისგან დამცავების სწორი მოხმარების მეთოდები? აი ადამიანისთვის, მაგალითად, ჩემთვის ვინც გადაწყვიტა, რომ ყოველდღიურად რეგულარულად მოიხმაროს მზისგან დამცავები. კარგი კითხვა არის. პირველ რიგში ვიტყვი, რომ რაც უფრო მაღალია SPF-ი, უფრო უკეთ არის ჩვენი კანი დაცული გაწითლებისგან, ანუ დამწრობის მიღებისგან. აქედან გამომდინარე, ზოგადად დერმატოლოგები რეკომენდაციას უწევენ, რომ გამოვიყენოთ მაღალი SPF-ი, კონკრეტულად 30-იან მეტი და ზაფხულში უფრო მეტად რეკომენდირებულია თუ გამოვიყენებთ 50-ს, რომ უფრო უკეთ იყოს ჩვენი კანი დაცული. მეორე თავარი არის SPF-ის რაოდენობა, ანუ რა რაოდენობით ვიყენებთ კონკრეტულ უბანზე. მაგალითად, სახეზე არის რეკომენდებული 1/4 ჩაის კოვზი, მაგრამ ეხლა ჩაის კოვზებით რომ არავინ დავისხავთ მზისგან დამცავებს, ეს ნუ რეალურია. ამიტომ ძალიან მარტივი ესეთ გასაზომი შეგვიძლია 2 თიცე სიგრძივად რამდენიც დაგვეტევა გამოვიყენოთ სახეზე. 1 თიცე დამატებით ყელზე და ყურებზე. ეს არის ძალიან ისეთი უხეში აღწერა, რა რაოდენობა უნდა გამოვიყენოთ. მე კიდევ უფრო ვამარტივებ და ზოგადად ჩემ გამომწერებს ვეუბნები, რომ თუ დამატენიანებელ კრემს ისვამთ სახეზე 1 ფენას, მზისგან დამცავი წაისვით კარგად, ანუ 2 ფენა, რომ უფრო კარგად იყოს დაცული, ანუ შეგრძნება გქონდეთ კანზე, რომ სრულყოფილად გისვიათ მზისგან დამცავი კრემი. ანის რაოდენობა. ეხლა მესამე, როგორ ვისვამთ და რა დროს ვისვამთ არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ თუ მე მაგალითად დილით გავიღვიძე, სახეთ დავიბანე, დავიტენიანე, მომენტალურად მზისგან დამცავი რომ გამომოიყენო, კანზე შეიძლება კარგად არ გადანაწილდეს და მაინც დამრჩეს ისეთი ადგილები, რაც მექნება მზისგან დაუცველი. ამიტომ სასურველია რომ მზისგან დამცავი გამოვიყენოთ მშრალ კანზე, დატენიანებიდან იყოს რამოდენიმე წუთი მაინც გასული, რომ შეგვაშრეს ის დამატენიანებელი კრემი, რასაც ხმარობთ და აუცილებლად კანის მოვლის რუტინაში მზისგან დამცავი იყოს ბოლო საფეხური. ხო, ანუ თუ ჩვენ ვიყენებთ მაგალითად ტონერს, შრატს, დამატენიანებელს, ბოლო იყოს მზისგან დამცავი კრემი. ხო, რომ ზემოდან ეს ფილტრი უფრო ყველაზე ეფექტურად მოქმედებდეს მზის წინააღმდეგ, სწავლობ რაღაცებს. ხო, ჩათვალე რომ ჯავშანი გაქვს კანზე. ანუ ეს ჯავშანი არის შენი მზისგან დამცავი. რაოდენობა ვთქვით, განაწილება ვთქვით, თვითონ განაწილების პროცესი არ უნდა იყოს არც ძალიან ჩქარა და არც ძალიან ნელა, იმიტომ რომ თუ ძალიან ჩქარა წავისმევ შეიძლება გამომჩეს ისეთი ადგილი, სადაც გავინაწილებ. თუ ძალიან ნელა წავისმევ მზისგან დამცავ შეიძლება რომ ამიქირცლოს კანიდან, ამიტომ აი ეს წესებიც რომ დავიცვათ კარგი, ანუ ნორმალური დრო რომ დავუთმოთ მის განაწილებას. მესამე თუ მეოთხე უნდა შეგვაშრეს მზისგან დამცავი, თუ ვიყენებთ მაკიაჟის პროდუქტებს. თუ მაგალითად ვიყენებთ დეკორატიულ კოსმეტიკას, იქნება ეს ტონალური თუ სხვა რამ, სასურველია რომ დამცავი რამოდენიმე წუთი შევიშროთ და შემდეგ დავიტანოთ დეკორატიული კოსმეტიკა კანზე, რომ მზისგან დამცავის ფენა არ დაზიანდეს. და მაკიაჟმა და თუნდაც დეკორატიული კოსმეტიკის, აი ფუნჯებმა არ მოახდინოს მისი აქერცვლა. ეხლა თუ ყველაფერი ეს კარგად დავიცავით, გამოვიყენეთ მზისგან დამცავი, გავედით გარეთ. ნუ როგორც წესი, რაღაც სამსახურში მივდივართ, ან რაღაც აქტივობას ვეწევით, თუ რაღაც აქტივობით ვართ საკავებული, ან ვარჯიშობთ ან რაღაც, აუცილებელია რომ მზისგან დამცავთან ერთად, თუ გარეთ ვართ, გქონდეს მზის სათვალე და ქუდი სპეციალური, რომელიც დაგვიცავს. ნუ იდეალურ შემთხვევაში სხეულის სხვა ნაწილები, რომელიც მოშიშვლებული გაქვს, იქაც რომ გამოვიყენოთ მზისგან დამცავი, უფრო კარგად ვიქნებით დაცულები, მაგრამ ზოგი ამჯობინებს ისეთ ტანსაცმელს, რომელიც ასე ვთქვათ, UV სხივებისგან დაიცავს კანს და შემდგომ უკვე ტანზე აღარ მოუწევთ მზისგან დამცავის განაწილება, ზოგი ესე ამჯობინებს. ანუ აქ მთავარი იდეა არის ის, რომ თუ გარეთ ვიმყოფებით ულტრაისფერის სხივების ქვეშ და ზოგადად ზეც რომ არ იყოს, ულტრაისფერის სხივები მაინც ხდება ჩვენ კანზე, ის მოშიშვლებული ადგილები, რაც გვაქვს კანზე, იყოს დაცული, იქნება ის მზისგან დამცავით თუ რაიმე სამოსით. ხო, აი ერთი ნიუანსური კითხვა გამიჩნდა, აი
ახსენე რომ თუ ვინმე მაკიაჟს ატარებს დეკორატიულ კოსმეტიკას და თან მზის განდამცავისვე და გარეთ გავიდა ხო სიტყვაზე და დამატება არის საჭირო ამ მზის განდამცავის. რამდენად შეიძლება ეს ურთიერთქმედება დესერტმანთან, რამდენად არის საჭირო ამ დროს კომპრომისი მაკიაჟის კუთხით. ხო, ანუ ცოტა რთული ნაწილი არის ეს სენსიტიურ თემას შევეხე. კი. მეც მაგალითად რომ დავდგარო არ მსგავსი ფაქტის წინაშე და ყოფილვარ თუნდაც მზეზე მაკიაჟით ცოტა დისკომფორტი იყო ყოველთვის მზის განდამცავის განახლება. იმ დროში როცა განსაკუთრებით აქტუალური იყო მხოლოდ ერთი ფორმის მზის განდამცავი კრემები. დღეს უკვე კანისმოვლის ბრენდები და კომპანიები ფიქრობენ იმაზეც რომ როგორ გაგიმარტივონ ცხოვრება, როგორ გახდეს შენი ცხოვრება უფრო მეტად კომფორტული და ისეთი მზის განდამცავები არის შექმნილი, რომელიც მაკიაჟის ზემოდან განახლებისთვის არის ძალიან კომფორტული. იქნება ეს სპრეი მზის განდამცავი, პუდრისებრი მზის განდამცავი, ან თუნდაც სტიკი ფორმით მზის განდამცავი. აქ უკვე შემდეგი კითხვები არის, რამდენად გვიფუჭებს მაკიაჟს. ბუნებრივია, გარკვეული პროდუქტები შესაძლებელია მაკიაჟისთვის იყოს ცოტა დამაზიანებელი, მაგრამ მე კიდევ ერთი ხერხი მაქვს, რასაც ვასწავლი ხოლმე ჩემს გამომწერებს, ვინც მაკიაჟს იყენებს. ვფიქრობ, რომ საუკეთესო განახლების საშუალება ისევ მზის განდამცავი კრემი არის, იმიტომ რომ რაოდენობა ზუსტად გავთვლით კანზე რამდენი დავიტანოთ და მაგალითად თუ ვართ გარეთ და გვინდა განახლება ისე რომ მაკიაჟი არ გაგვიფუჭდეს. ვისხავთ ხოლმე მზის განდამცავს, ვიღებთ სპანჯები რო არის მაკიაჟის თუ იცი ეს ვარდისფერი. კი, ამ სპანჯით კარგად უნდა გავშღინთოთ მზის განდამცავი და კანზე ესეთი მოძრაობებით დავიტანოთ და ესეთი მოძრაობები არ გაგვიფუჭებს მაკიაჟს, ანუ არადღაბნის და კი, ვისაც არ გამოუცდია ესე, ვურჩევ რომ ცადოს და მგონია რომ მოეწონებათ, იმიტომ რომ ესე მაკიაჟს არ გაიფუჭებენ, ან ნაკლებად გაიფუჭებენ. გააჩნია მაკიაჟის, ასე ვთქვათ, ფენასაც ხო, ანუ რამდენი გვისვია. ამიტომ ალბათ რაღაც კომპრომისებზე უნდა წავიდეთ ამ შემთხვევაში, მაგრამ თუ არ გვინდა წავსვა, ალტერნატივა მაინც არსებობს. თუმცა როგორც წესი ეს მაკიაჟი უფრო საღამოს ამბავი არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ამ დროს მზის რადიაცია ისეთი ინტენსიური არ არის, მხოლოდ ირიბი, დიფუზური რადიაცია შეიძლება მოხდეს ჩვენ კანზე და შეიძლება ისეთი სქელეფენის წასვლაც საჭირო არ იყოს, ხო? ხო სწორად ვამბობ. კი, აბსოლუტურად. კიდე მე როგორც ვიცი, ანუ კანზე ის ნაწილები, რომლებიც არის ყველაზე უფრო სენსიტიური, არის ყველაზე უფრო თხელი, ხო? ანუ რაც უფრო თხელია, მით უფრო სენსიტიურია კანი. ასეთი ადგილები არის ხელის უკანა მხარე, ხელის ზურგი ასე ვთქვათ, ეს ნაწილი, ხელი და სახე, ხო? აი თუ ჩვენ ვაპირებთ, რომ გადავწყვიტოთ რაღაცა კონკრეტული მზისგან დამცავის შერჩევა და დაწყება, ხო? და ვიცით რომ ზოგს ისეთი კანი აქვს, ზოგს მეტად სენსიტიური, სხვადასხვა ინგრედიენტებზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. შეიძლება ალერგიული რეაქცია გქონდეს, ან რაღაცნაირად ცუდად იმოქმედოს, ხო? აი ტესტირების თვალსაზრისით, ხო? რამდენად მიზანშეწონილია, რომ აი სხვა მიდამოებში დავტესტოთ და რამდენად აირეკლავს ეს შედეგი იმ შედეგს, რაც მე პოტენციურად შეიძლება სახეზე გაგვიშდეს თუ ამ კრემს ან ამ ნივთიერებას გამოვიყენებთ. კი ბატონო, ნუ კარგი კითხვა არის. მეც ყოველთვის როცა რაღაც პროდუქტზე რეკომენდაციას ან ინგრედიენტზე რეკომენდაციას ვიძლევი, ყოველთვის ვეუბნები ვიდეოს ბოლოში გამომწერებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი ახალი პროდუქტის გამოყენებისას, აუცილებლად გატესტეთ ის კანზე, რამდენად მოეწონება თქვენ კანს, რამდენად მოგიხდებათ. კანის ტესტი არის როგორც წესი ძალიან მცირე უბანზე, შეგიძლიათ აი აქ წაისვათ ან ყელზე ოდნავ, ან ყურთან, პატარა ზონაზე, გაინაწილოთ ის პროდუქტი, რისი გამოყენებაც შემდგომ უკვე დიდ ზონაზე გსურთ და აკვირდეთ მინიმუმ 24 საათი მაინც, თუ რაიმე გაღიზიანება, რეაქცია არ გამოიწვია, შემდეგ შეგიძლიათ რომ მთელ სახეზე ცადოთ. ეს არის ერთგვარი პატარა ტესტი, რასაც ყველას ურჩევ, განსაკუთრებით ვისაც აქვს გრძნობიარე კანი, რომ ნებისმიერი ახალი პროდუქტი, ახალი ინგრედიენტი ესე შემოიყვანონ, ასე ვთქვათ, თავიანთი თავისმოვლის რუტინაში. ხო. კიდე რა მაინტერესებს? სიტყვაზე მე დისტანციურად მუშაობ სახლიდან, აი მარტო ვიკენდებზე გავდივარ სახლიდან, ხო? შენობის შიგნით ვარ, ну აი ფანჯრიდან ხან 1 მეტრში, ხან 2 მეტრში, რამდენად მჭირდება მე მზისგან დამცავის გამოყენება რეგულარულად შენობის შიგნით? კი, კარგი კითხვა არის რეალურად. კარგი კითხვები მაქვს დღეს.
რეალურად ჩვენ თუ ვიმყოფებით დახურულ შენობაში, ისეთ დახურულ შენობაში, სადაც შეიძლება ზისხივი არ შემოდიოდეს და უბრალოდ იყოს განათება, თუნდაც ლედგანათება, ამ შემთხვევაში რისკი ნაკლებია ულტრაისფერი სხივების მოხვედრის კანზე და შემდგომ, ასე ვთქვათ, ულტრაისფერი სხივებისგან მიღებული დაზიანების. მაგრამ არსებობს კიდევ ესეთი ხილული სხივები, blue light, ანუ ლურჯი გამოსხივება, რაც დროთა განმავლობაში იწვევს კანზე ლაქების განვითარებას. აქედან გამომდინარე სასურველი არის, რომ თუ ვიმყოფებით ესეთ დახურულ შენობებში, გამოვიყენოთ ისეთი მზისგან დამცავები, რომლებიც დაგვიცავს ჩვენ ულტრაისფერ სხივებთან ერთად, ასე ვთქვათ, ლურჯი სხივებისგან, ხილული სინათლისგან და ამ კუთხით სასურველია, რომ განვიახლოთ. თუ ჩვენი პრიორიტეტი არ არის მაგალითად ის, რომ ვიყოთ დაცულები ხილული სხივებისგან, კი ბატონო, შეგიძლიათ არ განიახლოთ, მაგრამ როგორც წესი, უკვე რომ ვიგებთ, რომ ხილული სხივები დროთა განმავლობაში კანზე იწვევს პიგმენტურ ლაქებს, უკვე ეს კითხვის ნიშანი მგონია, რომ უკვე იხსნება. ლედგანათებები ახსენე და ტვინში ეგრევე ამოყო თავი სიტყვა სოლარიუმი, ნუ ეხლა ლედგანათებასთან შეიძლება არ იყოს კავშირი, მაგრამ აი განათებაზე რატომღაც ეს ასოციაცია გამიჩნდა. კვლავ პოპულარულია საქართველოში და არა მარტო, ვიცით რა რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამ რისკების შესახებ ისევ და ისევ უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ თუ ეშმაკს არ ძინავს, ჩვენც ფხიზლად უნდა ვიყოთ, ხო? აი, რა შეგიძლია გითხრა სოლარიუმებზე? რამდენად რა რისკებს შეიცავს? რატომ არის ზოგადად დამაზიანებელი და აი ეს მარკეტინგული ხრიკები, რაც აქვთ აი რაღაცა ამ ადგილებს ხო სადაც აი ამ სოლარიუმებს რომ აი ახალი ნატურების დაყენებით თითქოს უფრო ნაკლებ რისკს შეიცავს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს და ზოგადად აი რა რეკომენდაციას თუ რჩევებს გაცემდი ადამიანებისთვის, ვინც სოლარიუმს იყენებს? რეალურად კარგს არაფერს არ ვიტყვი სოლარიუმსა, ვერ ვიტყვი ფიზიკურად, იმიტომ რომ 12-ჯერ უფრო ძლიერი გამოსხივება აქვს, ვიდრე შუადღის მზეს წარმოიდგინე და ნატურების ცვალებადობა არ ნიშნავს, რომ უფრო დაცული ხარ, ნიშნავს, რომ უფრო მავნე არის შენთვის. ანუ კარგი ნატურა ნიშნავს უფრო მავნეს და უფრო მაღალ რისკს კანის კიბოს განვითარების დროთა განმავლობაში. უამრავი კვლევა არის ჩატარებული სოლარიუმზე. ბუნებრივია რეკომენდაციები ყველა ქვეყანაში არის, მაგრამ ესე კრიტიკული რეკომენდაცია რომ ამოიღონ საერთოდ სოლარიუმი, ნუ ჯერ სამწუხაროდ აქამდე ვერ მივედით. მაგრამ კვლევების თანახმად თუნდაც 35 წლამდე სისტემატიური მოხმარება სოლარიუმის მელანომას რისკს დაახლოებით 60%-მდე ზრდის. აგრეთვე იმ ადამიანებში, ვისაც თუნდაც 20 წლამდე ერთხელ მაინც გამოუყენებია, კიდევ უფრო მეტად იზრდება კანის კიბოს განვითარების რისკი უკვე დროთა განმავლობაში და თან ეს მელანომა ისეთი კანის კიბო არის, რომ შეიძლება შენ ყოველდღიურ ჩეკაპებზე, ანუ ვერ მიხვდე. და ძალიან სწრაფად მეტასტაზირებს, ერთ-ერთი ყველაზე უფრო აგრესიული და ინვაზიური კიბოა. ფაქტობრივად, რომ აღმოაჩენ ხშირად შორეული მეტასტაზები უკვე სხეულში გასული არის, ხო? ჩვენ ქვეყანაში ეს სტატისტიკა სამწუხაროდ არ არის, მაგრამ აი ხა ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკა წელიწადში დაახლოებით 10,000 ადამიანს უდასტურდება მელანომას დიაგნოზი და ეს იმხელა კრიტიკული ციფრები არის, რომ ანუ არ ვიცი, როცა იცი, რომ ესეთი სარისკო არის თუნდაც ისედაც მზე და სოლარიუმი რომელიც არის 12-ჯერ უფრო კიდევ მავნე ჩვენი ორგანიზმისთვის, ასე ვთქვათ, ამ არჩევანს რატო უკეთებ შენ თავს, ხო? მაგრამ ნუ სამწუხაროდ ზოგ ადამიანს რისკები არ ესმის და რისკებზე ბევრი არ საუბრობს და უფრო მის რაღაც ნათელ მხარეს უყურებთ. ზოგი ისე არეკლამებს სოლარიუმს, რომ თითქოს D ვიტამინს, ასე ვთქვათ, უკეთ იღებ, რაც არის სრული სიცრუე, ანუ UVB-ის ხივს არც გამოყოფს სოლარიუმი და რომს გამოყოფდეს, ანუ ესეთი მიღებული D ვიტამინი ვის უნდა, ხო? რა თქმა უნდა. თან იდეაში ვითომ ვიზუალურ იმასთან არის, ხო, სილამაზესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამის რეგულარული გამოყენება მე ხა ჩემი გარეგანი დაკვირვებით, რასაც უყურებ, კანის დანაოჭებას, კანის დაბერებას, ნაადრევ ლაქების ჰიპერპიგმენტაციას, ლაქების განვითარებას ძალიან ხელს უწყობს, ხო? ანუ რაღაცა დღევანდელი კვერცხის პრინციპია, რომელიც სინამდვილეში არც არის კვერცხი, რაღაცა სარგებელი საერთოდ არ არის. და ეს ყველა
ყველაფერი არის, რაც უბრალოდ ზედაპირულად ამოტივტივდება და კიდე უამრავ ზიანს იწვევს ბუნებრივია. რა თქმა უნდა. მაგრამ ეს არის უბრალოდ რაც ზედაპირულად ვლინდება ჩვენს ორგანიზმზე. აგრეთვე რუჯი დამოკიდებულებაც არის და ესეც მესმის რომ ბევრი ადამიანისთვის რთულია იმის გააზრება და გადალახვა რომ ასე ვთქვათ რაღაც სითეთრე შემაწუხებელი არის და თავს არ გრძნობენ კომფორტულად ასე ვთქვათ თავიანთ კანში და მესმის რომ ამით ცდილობენ რომ უფრო უკეთ ასე ვთქვათ იგრძნონ თავი, მაგრამ რეალურად რისკებს როდესაც შევაფასებთ, მგონია რომ და თუ ბერს ვისაუბრებთ ამ რისკებზე, მგონია რომ უკვე ამაზე ფიქრსაც დავიწყებთ და გადავლახავთ თუნდაც აი ამ რაღაც შინაგან შიშებს და თან რეალურად დღესდღეობით უკვე არსებობს ისეთი საშუალებები, რაც რუჯს ასე ვთქვათ რუჯის ალტერნატივა. ხო, აი გუნა მეკითხა ეს ეგრეთ წოდებული ავტოზაგარი ეს რო ავტორუჯი ზაგარია უნდა მეთქვა რა თქმა უნდა. ავტორუჯები, მაგრამ ხალხმა რო გაიგოს მინათაც ხო ვის დამკვიდრებულია შეიძლება ავტორუჯი ვერ გაიგოს. აი ეს რამდენად ჯერჯერობით რამდენად უსაფრთხოა, რამდენად ანაცვლებს, აი რამდენად შეუძლია ამ ადამიანებს რომ სოლარიუმ მესმის რომ სოლარიუმში მისვლა იმას უზრუნველყოფს რომ ყოველდღე რაღაცის დასხმა და წასმა აღარ გიწევს, იმიტომ რომ ეს კანი გიმუქდება და გაქვს და გააქვს ხო თუ კიდე იმატებ. მაგრამ რამდენად არის ეს უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივა სოლარიუმის ავტორუჯის? ნამდვილად არის უსაფრთხო და ეფექტური, იმიტომ რომ აქტიური ინგრედიენტი რაც არის ავტორუჯებში ეს არის დიჰიდროქსიაცეტონი და დიჰიდროქსიაცეტონი არის შაქრის ლერწამისგან წარმოებული ნივთიერება, შესაბამისად სრულიად უსაფრთხოა, ბუნებრივი არის და რამდენიც არ უნდა გამოიყენოთ, არანაირ დაზიანებას არ იწვევს არ ჩვენს კანზე და არ ჩვენს ორგანიზმში. უბრალოდ ის არის რომ ბევრ ადამიანს ცოტა ეს დისკომფორტი აქვს სისტემატიურად გამოყენების, განაწილების, იმიტომ რომ განაწილებაც ცოტა აი კარგი განაწილება უნდა ვიცოდეთ რომ კარგად გქონდეს ავტორუჯი დაფიქსირებული კანზე და რაღაც მინი რეკომენდაციაც რომ მივცეთ, სასრუელია რომ ავტორუჯის გამოყენებამდე სადღაც 24 საათით ადრე სხეული კარგად გავიხეხოთ, დავიტენიანოთ და 24 საათის შემდეგ გამოვიყენოთ ავტორუჯი, რომ არც ახალ გახეხილ კანზე გამოვიყენოთ და უკვე კარგად დატენიანებული გქონდეს კანი, რომ შემდგომ უკვე ავტორუჯი კარგად თანაბრად განაწილდეს, რომ ასე ვთქვათ არ დაგვრჩეს ისეთი ადგილები, სადაც გამუქებული ავტორუჯი ჩაგვრჩება. ხშირად ესეთი ადგილები არის, ესეთი ხელის ზედაპირი, იდაყვები, აი მომხრილი ადგილები. ამ ადგილას ძალიან ბევრი ინაწილებს სახის ფუნჯებით. რომ ხო არ ჩაჯდეს, ასე ვთქვათ, ამ ნაოჭებში ავტორუჯი, ამიტომ ესე შეგვიძლია რომ ჩვენზე მოვირგოთ გამოყენება. კეთილი. აი ისევ მზისგან დამცავებს რომ დაუბრუნდეთ. აი სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა კანის ტიპი აქვს, ნუ მათ შორის მელანინის რაოდენობა აქტივობასთან მიმართებით, ასევე ცხიმიანი, შრალი, ხო? აი თუ არის განსხვავებული რეკომენდაციები ამ განსხვავებული კანის ტიპის მქონე ადამიანებისთვის, ანუ ყველამ ერთნაირად უნდა გამოიყენოს ეს მზისგან დამცავება. ხო, კანის ტიპები უფრო ისეთი თემა არის, რამდენი ადამიანიც ვართ რეალურად იმდენი კანის ტიპი არსებობს, ხო? კი, მაგრამ ნუ ბუნებრივია უფრო გამარტივებისთვის ვყავთ კანის ტიპებს, სხვადასხვა ასე ვთქვათ ტიპებად, ეს იქნება მშრალი, კომბინირებული, ცხიმიანი თუ სხვა. დღესდღეობით თავის მოვლის ბრენდები პირდაპირ გვაწვდიან, როგორი ტიპის კანზე, როგორი ასე ვთქვათ მზისგან დამცავი გამოვიყენოთ და ეს კიდევ უფრო მეტად გვიმარტივებს ჩვენ ცხოვრებას და თუნდაც არჩევანის გაკეთებას, რაც როგორც წესი მზისგან დამცავების არჩევის დროს ამართლებს. მაგრამ მე თუ ეხა მაგალითად მაქვს მშრალი კანი, ზაფხულში უფრო მეტად კომბინირებული მიხდება და აი ამ კომბინირებულიდან გამომდინარე ვარჩევ მზისგან დამცავს, რომელიც კანს არ გამიცხიმიანებს ტეზონაში. როგორ ავარჩიო ესეთი მზისგან დამცავი და რა წარწერებს უნდა დავაკვირდე. საბედნიერო და აქაც უკვე ბრენდები გვეხმარებიან და შეფუთვებს პირდაპირ აწერენ, რომ არის oil free, ანუ ზეთებისგან თავისუფალი, სუბუქი ინგრედიენტების მაგალითად როგორც წესი გლიცერინის ნაკლები აქვს, მინერალური ზეთების ნაკლები აქვს, ისეთი მზისგან დამცავები და აი ამ წარწერებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ზოგს აწერია dry touch, რაც ანუ სიმშრალესთან ასოცირდება და თუ კომბინირებული გვაქვს ტეზონა და მაგალითად მშრალი ლოყები. ტეზონაში გვისხება ეს და ცხვირი. აჰა, გასაგები. ხა. მაშინ სასრუელია სუბუქი ესეთი მზისგან დამცავები გამოვიყენოთ და ამ წარწერებს მივაქციოთ ყურადღება. თუ მშრალი კანის ტიპი გვაქვს, შეგვიძლია ასე ვთქვათ
არ მოვერიდოთ ამ შემთხვევაში და არ მივაქციოთ ყურადღება ამ წარწერებს და გამოვიყენოთ ისეთი მზისგან დამცავები, რომელსაც თუნდაც მშრალი კანი აწერია პირდაპირ, მაგრამ ინგრედიენტებში დამატებით შეგვიძლია მივაქციოთ ყურადღება, რომ გქონდეს თუნდაც გლიცერინი, დამატებით მინერალური ზეთი, პანთენოლი, რაც კიდევ კანს დაამშვიდებს და თან დაატენიანებს. ანუ დღეს უკვე ბრენდები ისე გვიმარტივებენ არჩევას ჩვენი კანის ტიპიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ შეფუთვებზე აწერია როგორი კანისთვის არის უფრო მეტად რეკომენდებული და შესაბამისად ჩვენც მარტივად მივდივართ და როგორც წესი გვადგება ხოლმე მათი რეკომენდაციები. კიდე არსებობს ესეთი პროდუქტები, ბევრი მაქვს ნანახი, რომელიც აი ზეთებს რომ ეძახიან ამ ნარუჯის მისაღებ ზეთებს, რუჯის მიღები, ხო, მისაღები ზეთები, რომელსაც ერთის მხრივ აწერია, რომ რუჯის მიღებას აძლიერებს და მეორეს მხრივ აწერია, რომ SPF-იც აქვს რაღაცა 5, 10, 15, ანუ ხო, თან გიცავს მზისგან და თან რუჯს გაღევინებ და ან ჩემ გონებაში ეს რაღაცა წინააღმდეგობრივი დებულება არის და რამდენად სიმართლე არის როგორც გონია. ხო, ანუ რეალურად ესეთი რუჯის მიმღების საშუალებები თან რომ გეუბნებიან რომ SPF-ი აქვს და დაგიცავს სიცითლისგან და SPF-ი არის SPF 6 ან 15 ან 10 ბუნებრივია არ უნდა ენდო, იმიტომ რომ ის რეალურად სიცითლისგან დაგიცავს, რუჯს მიიღებ, მაგრამ შესაძლოა რომ კანი არ გაგიწითლდეს, მაგრამ რუჯის კანის დამწრობა არის. და ბუნებრივია ისე ვერ იქნები დაცული როგორც SPF 30-ის ან SPF 50-ის მზისგან დამცავის გამოყენებისგან. ამიტომ აი ესეთი პროდუქტები ცოტა არასანდო არის თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ დაცული, როცა გავდივართ მზეზე. ხო, კი ბატონო. კიდევ არსებობს აი მზისგან დამცავი რომ გისვია და რომ მოიშორება ასე ვთქვათ, ან გარეთ ხარ და გისვია, აი მზისგან დამცავის შემდგომი კრემები და ბალმები, ბალმი არ ვიცი ქართულად როგორ არის, ბალმი. ხო, რაღაცა დამამშვიდებელი, გამაგრილებელი ეფექტი, იმიტომ რომ გარეთ შეიძლება ხარ, ასე ვთქვათ, ფილტრი გაქვს და დამწრობისგან იცავს სახეს და ნუ რუჯიც როგორც ვთქვი, დაზიანებას ასახავს, არ არის აუცილებელი რომ სიცითლე იყოს, ხო? და გიხურს სახე მაინც, ხო, რაღაცნაირად დამძიმებული გაქვს და ამ დროს ამისთვის არსებობს ეს რაღაც დამამშვიდებელი, გამაგრილებელი საშუალებები. ამაზე რა შეგვიძლია ვთქვათ, ეს რა მექანიზმით მუშაობს და რამდენად საჭირო არის? თუ ვიღებთ რუჯს, ბუნებრივია, მზეზე გადახურება ხდება ჩვენი ორგანიზმის, შესაბამისად სახში უკვე რომ მოვდივართ და რაღაც მოსვენებულ მდგომარეობაში როცა ვართ, ჩვენი ორგანიზმი ხურს. და აი ამ დროს გვჭირდება რაღაც ისეთი საშუალება, რაც კანს დაამშვიდებს, გააგრილებს, როგორც წესი, ესეთი დამამშვიდებელი, გამაგრილებელი ინგრედიენტები, რაც ხშირად გამოიყენება კანის მოვლაში არის პანთენოლის შემცველი დამამშვიდებელი, რუჯის შემდგომი დამატენიანებლები, რაც ეფექტურად ატენიანებს და თან ამშვიდებს კანს და თუ არის სიცითლე გამოხატული, ამასაც ებრძვის. ალოე უფრო მეტად გაგრილებისთვის გამოიყენება, ალოეს გელები და ზოგი მაცივარში წინახავს და შემდეგ უკვე გახურებულზე ისვამს და ესეც ძალიან კომფორტულია. აი ალოე და პანთენოლი ორი ძირითადი ინგრედიენტია, რაც ფიგურირებს როგორც წესი, ასე ვთქვათ, დამამშვიდებელ ამ პროდუქტებში, რაც გამოიყენება რუჯის შემდგომ. დამცავებსაც აქვს ხოლმე, ხო, ხანდახან პანთენოლი. ზოგჯერ აქვთ, კი. აი როცა არის უფრო მეტად მშრალი კანისთვის, მზისგან დამცავი ეს ინგრედიენტი პანთენოლი უფრო მშრალი კანისთვის, უფრო კანის დამამშვიდებლად გამოიყენება ხოლმე. და შენახო ახსენე და ეხლა მაინტერესებს მაგალითად შეიძლება ზოგიერთი პროდუქტი ძალიან დიდია, ხო და ის ატარებლად არ არის კომფორტული. მე როგორც წავიკითხე, არ არის მაინდა-მაინც რეკომენდებული, რომ გამჭვირვალე კონტეინერებში და ასე შემდეგ გადაიტანო ეს მზისგან დამცავი, იმიტომ რომ მზესთან ექსპოზიციის დროს სტრუქტურას იცვლის, შეიძლება გამყარდეს, გაქვავდეს წასმა, იმიტომ რომ თავარი როგორც ვთქვით, არის სწორად გადანაწილება კანზე, სახის მარტო რატო ვაკეთებ? ყველგან, ხო, სადაც ექსპოზიცია არის მზის. აი როგორ არის შენახვის სწორი პირობები, როგორ უნდა დავიცვათ, მოკლედ, როცა მზისგან დამცავზე საუბრობთ? კი, მზისგან დამცავი არ უნდა გადავასხათ არაფერში. დავტოვოთ სადაც არის. კი, დავტოვოთ სადაც არის. არც უნდა შევურიოთ არაფერი და ისე არ უნდა გამოვიყენოთ კანზე. ბევრი ვიდეო მინახავს, სადაც მზისგან დამცავებს ურევენ, დეკორატიულ კოსმეტიკას იქნება ეს ბრონზერი ან რაღაც კანის ბრჭყვიალები.
არ არის რეკომენდებული, როგორც წესი ის რომ გავაკეთოთ, სასურველი არ ჯემსისგან დამცავი გამოვიყენოთ და შემდეგ კანზე ცალკე დავიტანოთ, ეს რაღაც ნებისმიერი დეკორატიული საშუალება, გადასხმაც ბუნებრივია ფორმულას აზიანებს და შესაძლებელია რომ მან საერთოდ აღარ დაგიცვათ მზისგან, ისე როგორც დაგიცავდათ, ასე ვთქვათ, გადასხმამდე. აქედან გამომდინარე გადასხმა ფორმულას როგორც წესი აზიანებს, აფუჭებს და არ არის სასურველი რომ ან ცალკე კონტეინერში გადავიტანოთ, ან სამგზავრო ზომაში გადავიტანოთ, სასურველია რომ თუ მცირე ზომის გვინდა, უბრალოდ შევიძინოთ მცირე ზომის მზისგან დამცავი. და კომპაქტური მზისგან დამცავებიც არსებობს, თან ანუ სპრეი სტიკი ასე. აი ამაზე მინდოდა უფრო მეკითხა, აი როდის რა უნდა გამოიყენოს ადამიანმა? ხო, აი რა სხვაობა არის ამ რაღაცა სხვა აგრეგატულ მდგომარეობაში შორის ამ მზისგან დამცავების? კრემი, ლოსიონი, გელი არის უნივერსალური, იმიტომ რომ კარგად ნაწილდება კანზე და არ ტოვებს მზისგან დაუფარავ ადგილს. შესაბამისად, პირველი ფენა რომ ჩვენ გამოვიყენოთ, მყარი, ანუ მყარ-თხევადი კონსისტენციის კრემგელი არის იდეალური მზისგან დამცავის გამოყენების შემთხვევაში. თუ შემდეგ გვინდა განახლება, განახლებისთვის გამოიყენება სპრეი და სტიკიც. უბრალოდ სპრეის მე ნაკლებად უწევ ხოლმე რეკომენდაციას, რადგან სპრეი თვითონ ისე იფრქვევა ჰაერში. რომ ან წარმოიდგინე სპრეის რომ ვიტანთ, კარგად ის სპრეი არ ფარავს კანის ყველა ნაწილს. შესაბამისად, ეს ასე ვთქვათ, რომ იფრქვევა და ნაწილდება ჰაერში, სრულყოფილად ვეღარ ფარავს ჩვენ კანს. გარკვეულ ნაწილს დაფარავს და დაგვიცავს, მაგრამ არასრულყოფილად. სპრეის ყოველთვის სტიკს ვამჯობინებ განახლებისთვის, იმიტომ რომ სტიკი კანს თანაბრად ეკვრის და ასე ვთქვათ, არ ტოვებს მზისგან დაუცველ ადგილს. მაგრამ სპრეი მარტივი არის, სპრეის გამოყენება განსაკუთრებით სხეულის დიდ ზონებზე, როცა გვინდა განახლება და არ გვინდა რომ მთელი სხეული, ასე ვთქვათ, თავიდან დავიცვათ მზისგან, თუნდაც კრემის საშუალებით და ზოგჯერ ეს დისკომფორტი არის გარეთ, მით უმეტეს, როცა ზაფხულში მაგალითად ზღვაზე და კანი გვიოფლიანდება და გვცხელა, აი ამ შემთხვევაში სპრეი სხეულზე უფრო კომფორტულია ვიდრე სახეზე. განახლებისთვის და არ დაგენანოთ ვეტყვი ჩვენს მაყურებელს და მთავარია რომ კარგად გაინაწილონ, რომ ასე ვთქვათ, არ დაგვრჩეს ალაგ-ალაგ ადგილები. ბევრჯერ მსმენია რომ სპრეი გამომიყენებია მარტო და არ დაუცვია და კანი მაინც გამწითლებია. ყოველთვის ვეკითხები რომ როგორ გამოიყენე 2 საათში ერთხელ განიახლე თუნდაც, ანუ კარგად გამოიყენე სპრეი და როგორც წესი მეუბნებიან რომ რაღაც უბრალოდ მიისხა და გონია რომ უკვე დაცულია. ხო, არ და თანაბრად განაწილება არის მნიშვნელოვანი და ფენა, ხო, კიდე რომ აი ხა მაგალითად ჩვენ რო გავხსნათ ვედერის აპლიკაცია, გავხსნათ ორივე, არის შუადღის 4:09. და გვეუბნება რომ UV ინდექსი, რაც არის ულტრაისფერი სხივის ინდექსი, არის 6. კი, ჩემთანაც 6-ია. აი ხა მე რომ სანამ გარეთ გავალ, რა უნდა გამოვიყენო, რამდენი SPF-ი არის, უბრალოდ მივდივარ სადღაც. აი რა მჭირდება? სასროელია ესეთი მაღალი UV ინდექსის დროს. ანუ 6 მაღალია. კი, 6 მაღალია. 3-ზე მეტი უკვე მაღალია. 3-ზე მეტის დროს უკვე რეკომენდაცია გვაქვს, რომ მზისგან დამცავის გარშე არ გავიდეთ გარეთ. 3-ზე ნაკლების დროს რეკომენდაცია გვაქვს, რომ შეგიძლია არ გამოიყენო მზისგან დამცავი, მაგრამ თუ არ გამოიყენებ, ლაქებისგან ვერ დაიცავ კანს. ანუ ესეც უნდა ვიცოდეთ. UV ინდექსის 6-ის დროს განსაკუთრებით უნდა გამოიყენო SPF 50-დან. ეს არის სავალდებულო, მოკლედ SPF 50. SPF 50. შენახვა უნდა გამოიყენო სახეზე, ყელზე, ყურებზე და სასურველია რომ ხელებზეც გადაისვა. ხო. და ვიქნები დაცული. იქნები დაცული. რამდენი ხნის განმავლობაში? 2 საათში ერთხელ სასურველი არის განახლება, რომ ასე ვთქვათ, კიდევ ანუ 50 ჯერ უკეთ იყოს შენი კანი დაცული ვიდრე მზისგან დამცავის გარეშე. ბუნებრივია, ასე ვთქვათ, დამცველობითი ფაქტორი 0-ზე არ დადის 2 საათის შემდეგ, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ინტენსიური დაცვა, ანუ ის რაც შეფუთვას აწერია, სასურველია რომ 2 საათში ერთხელ თუ ისევ გარეთ იქნები, განიახლო, მაგრამ ნახე 2 საათის შემდეგ იქნება 6:09. და ის ინდექსი დაიკლებს, დიდი ალბათობით ჩამოვა 3-ზე ან 2-ზე. დაიკლებს და შეგიძლია აღარ განიახლო, მაგრამ ესე ჩვენ სრულზე არის დამოკიდებული, თუ ინტენსიურად მზის ქვეშ იქნები, მაინც სასროელია. თუ იქნები
შედარებით ცოტა მოფარებულ ადგილას შეგიძლია არ განიახლო, იმიტომ რომ ეხლა თუ გამოიყენებ მზისგან დამცავს 6-ის ნახევრამდე, ანუ ესეთი კარგად დაცული იქნება. დაცული ვიქნები. მაგრამ თუ სიტყვაზე აი გაოფრიანება გარეთ რაღაცა, ამ შემთხვევაში უფსასურველია რომ უფრო ხშირად განიახლო, ხო? როდესაც ერევა ოფლი, ან სიტყვაზე ზღვაზე ხარ და წყალში შედიხარ, ხო? წყლიდან ამოსვლისთანავე უნდა განიახლო, როგორც ვიცი, რაც არ უნდა waterproof და ესე თქვა წყალგამძლე ეწეროს, მაინც ეს მექანიკურად შორდება ეს ზისგან დამცავები კანის ზედაპირს, ხო იგრია? ნამდვილად, ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ძალიან ბევრი მზისგან დამცავი უკვე არის წყალგამძლე და შეფუთვაზეც აწერია, რომ არის unwaterproof, unwater resistant პირდაპირ ესე აწერია. სასურველია, რომ თუ ჩვენ რაღაც ფიზიკური აქტივობით ვართ დაკავებული, ხშირად ვოფლიანდებით, ცხიმიანდებით, განვიახლოთ მომენტალურად, ნუ ჯერ ეს ცხიმი ოფლი მოვიშოროთ და შემდეგ. გარეთ მოშორებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სახეზე თერმული წყალი და ჩვეულებრივი ხელსახოცი და მოვიშოროთ, ესე მარტივად და შემდეგ გამოვიყენოთ მზისგან დამცავი. თუ ვიმყოფებით გარეთ მაგალითად ან ზღვაზე და გვინდა განახლება მზისგან დამცავის, არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ჩვენ რო წყალში ჩავალთ, რაღაც ნაწილი მოგშორდება. თან წყლიდან რო ამოვდივართ, პირსახოცით ხო ვიმშრალებთ მაინც ხელს და პირსახოცს გადააქვს მთელი მზისგან დამცავი, ამიტომ რამდენად წყალგამძლეც არ უნდა იყოს მზისგან დამცავი, აუცილებელია მისი მომენტალური განახლება აი ამ აქტივობების შემდეგ. გასაგებია. კიდევ არსებობს სხვადასხვა ქვეყნის რაღაცნაირისთვის დამახასიათებელი მზისგან დამცავები, ხო? ვიცით, რომ აზიური, კორეული მზისგან დამცავები ძალიან პოპულარულია, ევროპული ცალკე მოიაზრება ჯგუფად, ამერიკული ცალკე. აი რა ძირითადი განსხვავებები არის, ხო, ამ პროდუქტებს შორის? აი როგორც გითხარი, მე ამ გადაცემისთვის რომ მევზადებოდი, ხშირად კორეელი ინფლუენსერები ხდებოდნენ, ევროპელი, ამერიკელი ცალ-ცალკე, ხო? და აი როგორც თქვი, ყველას თავისი სიმართლე ჰქონდა რა და აი რა არის ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები, რაც შეიძლება დავინახოთ ამ განსხვავებული წარმომავლობის მზისგან დამცავებს შორის. შეფუთვაზეც შეგვიძლია ეს ნიშნები დავინახოთ და შემადგენლობაში შეფუთვაზე როგორც წესი აზიურებს აწერიათ PA არის გამოტანილი და ბევრი პლუსი და რაც უფრო ბევრი პლუსია ნიშნავს რომ კარგად ვართ დაცულები უკრაინასფერი ასხივისგან კი. როგორც წესი ამერიკულ, ევროპულ, ავსტრალიულ მზისგან დამცავეს SPF-ი აქვს გამოტანილი და რაც უფრო მაღალია SPF-ი, უფრო ასე ვთქვათ, უკეთ ვართ დაცული, უკეთ არის კანი დაცული გაწითლებისგან. აქედან გამომდინარე, ეს მინიმალური განსხვავებები არსებობს შეფუთვაზე, მაგრამ როგორც წესი, ყველას აწერია UVA, UVB გამოტანილი აქვს შეფუთვაზე და UVA როგორც წესი მოხაზულია, რაც ნიშნავს, რომ არის ფართო სპექტრის დამცავი და ამ მოხაზვას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ზოგიერთი ბრენდის მზისგან დამცავებს აწერია UVA-ის ციფრიც კი, იმიტომ რომ ზოგადად SPF-ის გვერდზე დგომი ციფრი გვიცავს ულტრაისფერი ბესხივისგან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ულტრაისფერი ასხივისგან არ არის დაცული ჩვენი კანი, თუ მაგალითად SPF 50-ს გამოვიყენებთ, მაგრამ SPF 50 ულტრაისფერი ასხივისგან, ასე ვთქვათ, SPF 50-ით არ გვიცავდეს. ანუ ეს ფაქტორი შეიძლება იყოს, მაგრამ ეხლა ბევრი რო არ ვილაპარაკო ამაზე და რო არ დავაფნიო ჩვენი მაყურებელი, კიდევ განსხვავება არის შემადგენლობებში და მაგალითად აზიური ქიმიური ფილტრები არის უფრო შედარებით ნაზი კანისთვის და უფრო გრძნობიარე კანზე ადაპტირებული, ვიდრე შეიძლება იყოს ამერიკული ფილტრები, რომელიც ცოტა შეიძლება იყოს აგრესიული გრძნობიარე კანისთვის და ზოგჯერ შეიძლება თვალისწვასაც კი იწვევდეს. ამ შემთხვევაში როგორც წესი თვალისწვის დროს თუ დამცავი თვალისწვას იწვევს რეკომენდაციას ვურჩევ ხოლმე რომ გამოიყენონ უფრო მინერალური ფილტრები, მაგრამ არა თვალთან ძალიან ახლოს, ანუ წამწამებთან არ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ზოგჯერ შე როგორც ახსენე მანამდე ფიზიკური მზისგან დამცავებით თვალში ცოტა მიგრირებს და შეიძლება ჩავიდეს და თვალისწვა გამოიწვიოს. ამიტომ ხო ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. შეგვიძლია ცოტა მყარი მზისგან დამცავები გამოვიყენოთ, მყარი თუთიის შემადგენლობის სტიკები, რომლებიც თვალთან არ იმოძრავებს, თან თვალის ქუთუთოები ხო მოძრაობს, გვინდა არ გვინდა კრემიც მოძრაობს, ამიტომ თუ მყარ სტიკ SPF-ებს თვალთან ახლოს თუთიის შემადგენლობით გამოვიყენებთ, ამით ცოტათი ავირიდებთ თვალის წვას. რაც შეეხება კიდე განსხვავებებს, შემადგენლობაში სხვა ისეთი სხვაობა არ არის, უბრალოდ
დამატებით შეიძლება აზიურებს კონდეთ უფრო მეტი ექსტრაქტი და აზიელებს ძალიან უყვართ დამატებით დამამშვიდებელი ინგრედიენტები სენტელა აზიატიკა, რომელიც არის რაღაც უნივერსალური მათი საყვარელი ინგრედიენტი. ეს დამშვიდებაში რა იგულისხმება? ანუ კანის დამამშვიდებელი დამატენიანებელი მოქმედება, ან რაღაც ანტიოქსიდანტური მოქმედება. კი, ზუსტად, ანუ უფრო ბარიერში რას გულისხმობთ, როდესაც ბარიერს ვამბობთ? როცა ბარიერის აღდგენაზე საუბრობთ და გულისხმობთ იმას, რომ კონკრეტული პროდუქტი, ასე ვთქვათ, ჩვენ კანს ჯავშანივით ეკრის და ასე ვთქვათ, არ უზრუნველყოფს ჩვენი კანიდან წყლის აორთქლებას. რეალურად, ანუ აი ეს ტრანსეპიდერმული წყლის დაკარგვა რაც არის, ძალიან ხშირად იწვევს ბარიერის დაზიანება. ბარიერი როცა ზიანდება ჩვენი კანის და ბარიერის დაზიანებას ბევრი ფაქტორი იწვევს, მზე აგრეთვე არასწორი პროდუქტების გამოყენება და ანთებაც მათ შორის. ხო, ანთება, ან უამრავი რაღაც იწვევს ჩვენ დღესდღეობით კანის ბარიერის დაზიანებას. და კიდევ უამრავი ფაქტორია ბუნებრივია, რაც ჩვენი კანის ბარიერს აზიანებს, იქნება ეს სხვადასხვა კანის მდგომარეობა, არასწორი პროდუქტების გამოყენება, თუ სხვა. მთავარი არის ის, რომ გამოვიყენოთ ისეთი პროდუქტები, ჯერ შევამციროთ იმ პროდუქტების გამოყენება, ან იმ ჩვევების, ასე ვთქვათ, შეზღუდვა, რაც ჩვენი კანის ბარიერთან, ასე ვთქვათ, დამაზიანებელ მოქმედებაში მოდის და გამოვიყენოთ ისეთი პროდუქტები, რაც დაიხმარება ბარიერის შენარჩუნებას, დატენიანებას და აღდგენას და როგორც წესი დღესდღეობით ისეთი თანამედროვე მზისგან დამცავები არის, რომ ამ დამამშვიდებელ და ბარიერის აღმდგენ ინგრედიენტებს თან შეიცავს და როგორც წესი ესეთი ძალიან ბევრი იაპონური და კორეული მზისგან დამცავი არის ბაზარზე. ხო, და აქ ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მზისგან დამცავები დღესდღეობით აღარ არის მხოლოდ მზისგან დამცავი შეიძლება დამატენიანებელსაც შეიძლება იყოს ბევრ რაღაცას ერთად, ხო? ან კი ვამბობთ, რომ მსმენელმა და მაყურებელმა რაც შეიძლება მარტივად უნდა აუხსნათ ყველაფერი, რომ არა აქვს ყველას იმის დრო, რომ დეტალებში გაერკვეს, ხო? მაგრამ მაინც რაღაც საბაზისო უნარები და ცოდნა და ინგრედიენტების წაკითხვის უნარი უნდა გქონდეს, რომ არ მოგივიდეს, ასე ვთქვათ, ამ რაღაც ნივთიერებების ზედოზირებაც კანზე, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრ პროდუქტს და ინგრედიენტს სინერგიული ეფექტი გქონდეს და ეს ბარიერი დაარღვიოს, ხო? ამ შენი კანის ბარიერის ბალანსი, ხო? რაშიც შედის ეს ეპიდერმისი, გარეგანი რქოვანაშრე, ეს მიკრობიომი რაც გვაქვს, ხო? ასევე ეს სერამიდები იქნება, ცხიმოვანი მჟავები, ლიპიდები იქნება. ანუ ეს თლიანაში ქმნის ერთობლიობაში ბალანსს, რომელიც თუ ირღვევა, მაგ შემთხვევაში ვერევით ჩვენ და არ გვინდა რომ რაღაცა გადავამლაშოთ. აი ბოლო ეტაპი რო დავფაროთ მზისგან დამცავების მოშორება. როგორ უნდა მოვიშოროთ მზისგან დამცავი, ხო? სიტყვაზე სახში მოვედით, აღარ გვჭირდება, მოსაღამოებულია. რამოდენიმე ვარიანტი განვიხილოთ, რომ რაღაც თან სიტყვაზე დეკორატიული კოსმეტიკა უსვია ადამიანს, ან დამატენიანებელიც უსვია, ან მხოლოდ ეს უსვია, როგორ ვიშორებთ? კი ბატონო, მზისგან დამცავის მოშორება რეალურად აქამდეც მარტივი იყო და ეხლაც მარტივია, უბრალოდ რატომღაც ეს თემა რაღაც გართულდა და ყველა ფიქრობს, რომ რაღაც რთულია დამცავის მოშორება და წარმოუდგენელია ზეთოვანი დასაბანის გარეშე. ანუ ეს თემა ჰაერში არის და ბევრი იძახის ამას. თუ ჩვენ დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიახლეთ მზისგან დამცავი და არ გვისვია კანზე დეკორატიული კოსმეტიკა, სასურველია რომ ბევრჯერ განახლებული მზისგან დამცავი კანიდან შემდეგ მოვიშოროთ ჯერ ზეთოვანი საშუალებით, ან მიცერალური წყალით და შემდეგ უკვე დასაბანი გელით ან კაფით. თუ ბევრჯერ გვაქვს განახლებული. თუ, ანუ ვარიანტებს განვიხილავ. თუ მაგალითად 1-2 ჯერ გვაქვს განახლებული, შეგიძლია რომ შენი ყოველდღიური დასაბანის საშუალება იქნება ეს გელი თუ კაფი გამოიყენო მხოლოდ და ერთხელ ჩამოიბანო მოგაშორებს. ანუ კანზე არ დარჩება. თუ მზისგან დამცავთან ერთად დეკორატიული კოსმეტიკა, ანუ მაკიაჟი გისვია, სასურველია რომ დაშალო ზეთოვანი დასაბანით, რომელიც კარგად დაშლის, ასე ვთქვათ, ამ პროდუქტებს კანიდან და შემდეგ ჩამოიბანო უკვე ან დასაბანი გელით ან კაფით. ან თუნდაც ჯერ მიცელარული წყალი გამოიყენო და შემდეგ გელი და კაფით მოიშორო. ანუ ორმაგი წმენდა გამოიყენო. ეს არის და ეს უბრალოდ გააჩნია რა ცხოვრების წესი გაქვს, რას იყენებ კანზე, თუ ბევრი პროდუქტი გისვია, სასურველია ორმაგი წმენდით მოიშორო, თუ მხოლოდ მზისგან დამცავი, ანუ ჩვეულებრივი დასაბანი გელი ან კაფი, რომელიც ჩვეულებრივად სურფაქტანტებს შეიცავს, რაც შლის მზისგან დამცავს, მოგაშორებს თავისუფლად. სურფაქტანტი ეს ჩვეულებრივ მყარსაპონებში და იმეებში რომ გამოიყენება, ხო? ხელის
ხელისაყრებშიც იგივე არის სახის დასაბან გელებში, რაც შლის, ასე ვთქვათ, ზემოდან იმ პროდუქტებს, რაც გვისვია. კეთილი. ესე იგი, ჩვენ ვახსენეთ ფიზიკური, ქიმიური ზისგანდამცავები, სპრეი, სტიკი, ფლუიდი, ლოსიონი, სხვა წარმომავლობის, ასე ვთქვათ, ზისგანდამცავები და PSP-მ ჩვენ გამოგვიგზავნა, მოკლედ, მთელი ეს ფართო ასორტიმენტი, რომელიც თითქმის ყველა ამ ასეთი ტიპის პროდუქტს ფარავს, ხო? და მოდი ახლა შენთან ერთად მინდა რომ განვიხილოთ თითოეული მათგანი. მოდი დავიწყოთ, ესვი არის ხაზით. აქ გვაქვს ფლუიდი. კი. გვაქვს სპრეი და გვაქვს ასევე სტიკი, რომელიც პატარა არის და უნდა ვიპოვო ესეთი საყვარელი კომპაქტური ტიპი სპრეი. პირველ რიგში ვახსენეთ, რომ ეს არის ძირძველი ფრანგული, ასე ვთქვათ, ბრენდი, მრავალგზის გამოცდილი დატესტი, რომელსაც საკუთარი ლაბორატორია აქვს, ლაბორატوار დერმატოლოგიკ, ჩემი ფრანგული რო გავიხსენო. და ეს უკვე კარგად მეტყველებს ბრენდზე, რომ თავისი ლაბორატორია აქვს, თავის კვლევებს ახორციელებს, 62 წლიდან ფუნქციონირებს ეს კონკრეტული ბრენდი და ლაბორატორია, რაც გარკვეულწილად ფორას აძლევს. ხო, ასეთი ტიპის ბრენდებს, რომ ბაზარი კარგად იცოდნენ, პულზე ხელი ედოთ, ინგრედიენტების, ასე ვთქვათ, კომბინაციებში კარგად იყვნენ გარკვეულები და, ასე ვთქვათ, წინა ხაზზე იყვნენ და მრავალჯერ არიან, როგორც ვთქვი, აი სანდოობა მათი განმტკიცებული არის, ხო? მოდი დავიწყოთ შეფასებით ფლუიდის. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ქიმიური ფილტრი არის გამოყენებული და ჩვენ ვთქვით უკვე, რომ ქიმიურმა სიტყვამ არ უნდა შეაშინოს ჩვენს მელი და მაყურებელი. ხო, ანუ არაფერი ამაში საშიში არ არის. ერთადერთი სხვაობა ის არის, რომ სხივების 100%-ს გარდაქმნის სითბოთ, განსხვავებით ფიზიკური ბარიერისგან, რომელიც 60%-ს ირეკლავს. ხო ასე? რაც თვალში გვხვდება პირველივე შეხედვაზე არის რომ ეს არის ფართო სპექტრის დაცვა, ანუ როგორც შენ ახსენე, UVB, UVA შემოხაზულია, რაც ნიშნავს რომ გვიცავს როგორც ულტრაისფერი B, ასევე ულტრაისფერი A სხივებისგან, ანუ არის 50+ SPF-ი, ანუ მაღალი SPF-ი, არის მაღალი დაცვის გამოირჩევა და ასევე გიცავს ინფრაწითელი და ხილული სინათლეებისგან, ანუ ფართო სპექტრი გამოდის. არის invisible finish აწერი, ანუ უჩინარი, ახლა ქიმიური არის, ანუ თეთრ კვალს არტოვებს და ესე ძალიან მნიშვნელოვანია და ვინაიდან თეთრ კვალს არტოვებს და ასევე აწერია, რომ არის უცხი, ანუ არაცხიმიანი, ზაფხულისთვის ზედგამოჭრილია, მე მგონი, ანუ ეს სიმძიმე, რაც ახლავს ხოლმე ამ მზისგან დამცავებს, ეს ამ პროდუქტს არ ახასიათებს. და ასევე ერთი გამორჩეული ფაქტორი, რაც არის, რომ ჩვილობის ასაკიდან ფაქტობრივად შეიძლება მისი გამოყენება. სპრეების როგორც წესი, ეგეთი ადრეული ჩვილობიდან არ შეიძლება, იმიტომ რომ ალბათ თვალში, ანუ როდესაც ახლა ბავშვს ასხავ, ასე შენ მაგიტო და არა იმიტომ რომ რაღაც შემადგენლობაში არის, ხო, გაკონტროლება არის რთული, ალბათ ჩემი გუმანით თუ ინტუიციით ესე მივხვდი. ამიტომ ძალიან კაი პროდუქტი არის ახლა ზაფხულისთვის და პლუს ახლა საზაფხულოდ მოქმედებს რატო საზაფხულოდ შეიძლება მენეჯერს გაგზავნოს, არ ვიცი, მაგრამ ეხლა ნამდვილად მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება და შეგიძლიათ PSP საფთიაქებში შეიძინოთ ფლუიდი, ასევე სპრეი, რომელიც შენ როგორც უკვე ახსენე, როდესაც გარეთ ხარ, ბევრად უფრო კომფორტული და მარტივი გამოსაყენებელი არის და რა ვიცი, მე აი რო ვთქვი, რომ დავიწყებ მეთქი და ასე შემდეგ, აი ამითი ვაპირებ, რომ ამითი დავიწყებ, ხო. და ვნახოთ როგორ წავა. ესეც ასევე ფართო სპექტრის დაცვა სპრეი, 50+ SPF-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხო, ანუ ამაზე მაღალი დაცვა გვაქვს. იცი რა არის, ანუ არის SPF 50-ზე მეტი, ანუ 70, 100-იც, მაგრამ SPF 50 არის ის ბაზისური, საიდანაც ანუ თავის პოჩეკია, რომ საკმარისი არის დაცვისთვის. და ასევე არტოვებს თეთრ კვალს. და ხო რა, ესეც ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ ეხა გარეთ რო ხარ და კიდე კრემის წასვლა ასე შემდეგ რაღაცა, დისკომფორტი არის და ერთს დავამატებ, რომ სპრეის დროს ინჰალაცია არ უნდა მოხდეს, ანუ სახეზე როცა გამოიყენებ, არ ჩაისუნთქო.
ორი წამი გააკავეს, უთქვა, შეისხი და შემდეგ всё, ისე თქვი. всё. ინჰალაცია არ უნდა მოხდეს, ესეც რომ. ხო, და კიდე ძალიან წერია, რომ ხო პატარებში არ გამოიყენება იმ კუთხით, რომ ინჰალაციის კონტროლი ცოტა რთულია. აი ზუსტად, ხო, ეგეც არის. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პატარებს კიდე უფრო თხელი კანი აქვს და მათ კანს კიდე უფრო მეტი დაცვა ესაჭიროება, ხო? ხო. კიდე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ხაზი ესვი არის ხაზი მზის გადამცავები შეიცავს ანტიოქსიდანტებსაც და ნიაცინამიდს. ხო? ანუ ეს ანტიოქსიდანტები იდეაში ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, ეს თავისუფალი რადიკალები, რომლებიც არიან ელექტრონების ქურდები და ასე ვთქვათ, იპარავენ და დნმ-ს აზიანებენ, უჯრედულ ბირთვს და დნმ-ს აზიანებენ. ამ ელექტრონებს ისე აძლევს, რომ ეს თავისუფალი რადიკალები დაკმაყოფილდნენ და თავი დაგვანებონ, ხო, ქველმოქმედები არიან, მოკლედ რა. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი დანამატი არის და ნიაცინამიდი, როგორც აი შენ მომეხმარე, თუ სწორად ვამბობ, დროთა განმავლობაში ჰიპერპიგმენტურ ლაქებს შორის და კანის გაერთგვაროვნებასაც უწყობს ხელს. ნიაცინამიდი ძალიან მიყვარს ინგრედიენტებში. ზოგადად ესე ცალკე ნიაცინამიდის პროდუქტის გამოყენებას ნაკლებად ვურჩევ რეკომენდაციას, იმიტომ რომ მაღალი პროცენტობით ნიაცინამიდი უფრო კანისთვის ცოტათი გამაღიზიანებელია. როგორც წესი პროდუქტი, როცა დამატებით შეიცავს ნიაცინამიდს, მისი პროცენტული შემცველობა როგორც 5%-ს არ ემატება, რაც სავსებით საკმარისი არის იმ მოქმედებისთვის, ჩვენ რაც გვინდა, რომ კანი ერთფერში მოიყვანოს, გრძნობიარე კანსაც უხდება, კანის ბარიერის აღდგენი ინგრედიენტიც არის, ანტიოქსიდანტიც არის, ანუ ყველაფერს აკეთებს თითქმის ნიაცინამიდი, რაც კი შეიძლება ინატრო ინგრედიენტისგან, ამიტომ როცა მზის გადამცავი არის ესეთი მულტიფუნქციური, ფიქრობ, რომ ჩვენი კანისთვის უფრო სასარგებლოა. მოკლედ ამით დავიწყო. და კიდე პატარა სტიკი გვაქვს კომპაქტური, ასეც ხო? ჯიბის ზისგან დამცავი. და კიდე ერთხელ თითოეულ ამ პროდუქტზე ამჟამად არის 50%-იანი ფასდაკლება და PSP საფთიაქის ქსელებში შეგიძლიათ შეიძინოთ. კაი, შემდეგ პროდუქტზე გადავიდეთ. ეხლა რატო კიდე ერთხელ ხაზი გავუსვათ, რატო გვაქვს ამდენი პროდუქტი? ვის კანს როგორ რა უხდება, ხო? ეს არის ფრანგული წარმოების მაგალითად კონკრეტული ინგრედიენტებით, ქიმიური მზისგან დამცავით, ხო? მაგრამ ასევე გვაქვს გერმანული წარმოების ფიზიკური ფილტრის შემცველი პროდუქტი Sebamed-ის. ასევე მაღალი დაცვის და შედარებით უფრო აი ეს ორი პროდუქტი ერთმანეთისგან განსხვავდება დაცვის მაჩვენებლით. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ფიზიკური დამცავი, ანუ ტიტანიუმის დიოქსიდი გამოიყენება, რაც ხშირად შეიძლება ანუ სენსიტიური კანისთვის უფრო მოხდენილი იყოს, ხო, ასე ვთქვათ, ანუ მორგებადი შეიძლება იყოს. გერმანული ბრენდია, ეს ასევე ძირძველი ტრადიციული ბრენდი 60-იან წლებში დაფუძნებული და განსაკუთრებული ფოკუსით ამ სანდოობაზე, ხო, ისევ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ისედაც ბიუჯეტური ვარიანტი და ამჟამად პლუს მოქმედებს ამაზეც 50%-იანი ფასდაკლება და მართლა ძალიან იაფი გამოდის Sebamed-ის პროდუქტების შეძენა. იაფე, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცას ვერ აკეთებს. პირიქით, თუ თქვენს კანს ეს უხდება, ფასი განსაზღვრელი არის, თუ თქვენს კანს უხდება, რატომაც არა, ყველაზე კაი ვარიანტი შეიძლება, ყველაზე კარგი ვარიანტად შეიძლება გამოდგეს. ანუ ამ ორ შორის ესეც არის კრემები. და ფოკუსი არის pH-ზე, ხო? და წყალგამძლეც არის. და წყალგამძლე, კი, აი ეს ნიშანი არის, რომ წყალგამძლე არის, ნუ წყალგამძლე ნიშნავს, რომ უფრო დიდ ხანს რჩება წყლის შემთხვევაში, კანზე, ოფლიანობის შემთხვევაში, დამატენიანებელი ეფექტიც აქვს, როგორც წავიკითხე, კანის ბარიერის გაძლიერებას უწყობს ხელს, იმიტომ რომ pH-ზე არის ფოკუსირებული, ხო? pH-ი როგორც კანის ბარიერის ერთ-ერთი კომპონენტი. მე ვიტყოდი ალბათ, აი რა ვიცი, თუ დამეთანხმები, 30-იანი უფრო ყოველდღიური სახმარი შეიძლება ჩავთვალოთ და ზაფხულში ნუ 50 პლუს, ასე ვთქვათ, ზაფხულში აუცილებლად მაღალი SPF-ი, კი, მივეძალოთ მაღალ SPF-ს. მაღალ SPF-ს. კეთილი. და გვაქვს ასევე ესე ვთქვათ, დამამშვიდებელი ბალმი, ხო? დამამშვიდებელი, რაც ვახსენეთ. აი, რა შეგვიძლია ვთქვათ ამაზე? აი, ამას მაგალითად აქვს აი გამაგრილებელი, დამამშვიდებელი ეფექტი, დამატენიანებელი. კი, ბისაბოლოილი, კანის დამატენიანებელი აღმდგენი ინგრედიენტებია, რაც აი ზუსტად რუჯის შემდგომ უკვე ამ სიმხურვალის მოსახსნელად არის ძალიან კომფორტული, როცა კანი არის მით უმეტეს თან გამომშრალი რუჯის შემდეგაც. ამიტომ ეს ინგრედიენტები დამატებით პანთენოლი
ბენზოილი ალოესთან ერთად არის ეფექტური ამ დროს. კი, და ანუ თვითონ ეს მენთოლი რაც აქვს დამატებული გაგრილების შეგრძნებასაც აძლიერებს, ხო? მოკლედ ეს კომბინაციაში მე მგონი ძალიან კაი ვარიანტი არის. ასევე ახსენე რომ თვალებთან მიმართებაში შეიძლება ხო რომ აი ფიზიკური დამცავები შეიცავს თუთიის ოქსიდს, რაც არის მეორე ტიპი, ხო? უпростоრად ტიტანიუმის დიოქსიდს შეიცავს სებამედი და ხო, შეიძლება იმ გზნობიარე კანისთვის, თვალებისთვის კიდევ უფრო ის იყოს, ხო, რა ქვია, მისაღები, როგორც თქვი. კეთილი. არ დაგვიმთავრებია ამით, კიდევ მეორე პროდუქტი გვაქვს. და მე როგორც ვნახე, მადლობა. შენ ბოლო პერიოდში აღფრთოვანებული იყავი ამ გამაღდეს ახალი პროდუქტებით. შემიძლია შენ დაგითმო ასპარეზი და გითხრა აი რომელი საშუალება ამას ვიყენებ სხვათა შორის. კი, ეს არის 100%-ით მინერალური მზისგან დამცავი და 100%-ით იმიტომ გამოვკვეთ, რომ ზოგიერთი მზისგან დამცავს კი აქვს ფიზიკური ფილტრები, მაგრამ არის კომბინირებული მზისგან დამცავი, ანუ ქიმიური ფილტრებიც აქვს. ეს არის 100%-ით მინერალური, შეიცავს თუთიის ოქსიდს და ტიტანიუმის დიოქსიდს და მე განსაკუთრებით იმიტომ გამოვარჩევდი ამ მზისგან დამცავებს, რომ ქართულ ბაზარზე ძალიან ნაკლები მინერალური მზისგან დამცავი გვაქვს მათთვის, ვისაც უბრალოდ უყვარს მინერალური მზისგან დამცავები, ანუ არ აქვს მნიშვნელობა რის გამო უყვარს, იმიტომ რომ უსაფრთხოდ თვლის თუ ანუ არ აქვს ამას მნიშვნელობა, მთავარია იყენებს, მოსწონს და მათთვის ალტერნატივა როგორც წესი არ გქონდა ხოლმე და მე ჩემ გამომწერებსაც ვერ ვურჩევდი რაღაც ბაზარზე რაღაც კონკრეტულ ბრენდს, ყოველთვის ვიწერდი ხოლმე. რაც გამოჩნდა, გამახდეს ასე თქვათ, მინერალური მზისგან დამცავები, უკვე თავისუფლად შემიძლია რომ ალტერნატივა შევთავაზო, ვისაც უყვარს მინერალური ფილტრები, მეც მიყვარს განსაკუთრებით, როდესაც კანი მაქვს ძალიან გამომშრალი, გაღიზიანებული, ვიცი რომ მინერალური ფილტრის მზისგან დამცავი, ანუ თუთია და ტიტანიუმი კიდევ უფრო მეტად დამიმშვიდებს, დამიტენიანებს კანს და უბრალოდ ეს მომწონს, რომ კანი მაქვს უკვე დატენიანებული. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ცოტა სითეთრე სტოვებს, მაგრამ კარგად უნდა გავინაწილოთ და თუ ვართ ცოტა ესეთი ხორბლისფერი, შეიძლება ცოტა ეს თეთრი კვალი დატოვოს. ამიტომ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. შეგვიძლია შემდეგ შეფერილი მზისგან დამცავი გადავისვათ, ზოგჯერ ესეც ვაკეთებ ხოლმე, რომ ის სითეთრეს ცოტათი შენიხოს. თან თვალებსაც არ წვავს და ვისაც მზისგან დამცავი თვალს უწვავს, მათთვის ვიწროვი ისეთ რეკომენდაციას, რომ თუ სახეზე არ უნდა მაგალითად ეს ცოტა თეთრი ეფექტი ქონდეს, მარტო თვალებთან გამოიყენოს, თუთიის შემცველი მზისგან დამცავი, ოღონდ არა წამწამებთან ახლოს, კარგად გაინაწილოს და ასე ვთქვათ, ესე ნაკლებად გაუღიზიანდება თვალები და უფრო მეტად როგორც წესი აი შეფუთვაზე დაწერია, რომ მორგებულია უფრო გრძნობიარე სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის. ხო და ნუ ხაზგასასმელია ის რომ ახალი პროდუქტი არის ბაზარზე როგორც თქვი და თუ აქამდე რაღაცა არსებული საშუალებები რომელსაც იყენებდი რაღაცა მცირე დისკომფორტს მაინც გიქმნით შეგიძლიათ ახლა დატესტოთ გამახდეს ახალი პროდუქტები ბოლო და ამითი ვასრულებთ კორეული მიზონი როგორც თქვით რომ ხო ბევრი ქვეყნის წარმომადგენლობას ასე ვთქვათ განვიხილავთ აი აქ უკვე აქაც ეს არის ტიკი ანუ როგორც უკვე ვახსენეთ, ანუ ეს წასასმელი ხო სტიკი, რომელიც არ არის წებოვანი, კარგად ჯდება, SPF 50 არის და PA 4+-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალური დაცვა არის ულტრაისფერი B და ულტრაისფერი A სხივებისგან. ესეც არის ფიზიკური დამცავი. ანუ თუთიის ოქსიდი აქვს ამ პროდუქტს და როგორც უკვე ვახსენეთ, ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ კორეულ პროდუქტებს დამატებითი ისეთი ინგრედიენტები აქვს, რაც კანზე ხო, დამატებითი, დამამშვიდებელი და რაღაცა გამაჯანსაღებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. აი პირველი ინგრედიენტი აქაც თუთიის ოქსიდია და ესეც თვალებთან კომფორტული არის. აი წეგან გეუბნებოდი რომ მყარი თუთიის შემადგენლობის მზისგან დამცავები ნაკლებად მიგრირებს თვალებთან და ნაკლებად ჩადის თვალებში. ამიტომ შენ თუ გაქვს ის პრობლემა რომ მაგალითად მზისგან დამცავი თუნდაც შეიძლება მინერალური თვალს გიწვავდეს. აი ადრე შემთხვევია. ფორმით ხო, მყარი ფორმა დაგეხმარება რომ თვალში არ ჩავიდეს. ხო და კიდე აი დამატებითი აი
ბევრი პროდუქტი ერთში რო არის, ესეთი არის სწორედ ეს მიზონის, რომ ხო, ჰიალურონის მჟავა არის, მჟავა აქვს, რაც ანუ როგორც ვიცი, აი გარემოდან სინესტის დაჭერის უნარი აქვს და უმექტანტია, ხო, აკავებს წყალს და ანუ კანის დატენიანების დამატებითი ფუნქცია აქვს და ამაზეც უნდა ითქვას, რომ არის 50%-იანი ფასდაკლება, ამჟამად PSP-ს აფთიაქებში შეგიძლიათ მიხვიდე და შეიძინოთ. მოკლედ, ყველა ეს პროდუქტი არის დერმატოლოგიურად რაღაცნაირად სანდოობით. დერმატოლოგიური ბრენდები, მაღალი სანდოობის მქონე და ფართო ასორტიმენტი შეგიძლიათ თქვენ კაცს, რომელიც ერგება, ის გამოიყენოთ, ასე ვთქვათ. კეთილი, გადავინაცვლოთ მარიამ ერთი ნაბიჯი წინ და დავიწყოთ საუბარი დამატენიანებლებზე. პირველ რიგში, რისთვის გვჭირდება ეს დამატენიანებლები? რა ტიპის დამატენიანებლები არსებობს და აი ამ შერჩევის მომენტში რა უნდა გავითვალისწინოთ, ხო? აი როცა მე ამასაც ვაპირებ, რომ დამატენიანებლების მე როგორც დაინტერესებული პირი ამითი, ხო, მინდა რომ გამანათლო ამ მიმართულებითაც. პირველ რიგში ვახსენებ იმას, რომ ჩვენი კანი ისედაც გამოყოფს დღის მანძილზე ბუნებრივ ცხიმებს, რაც ეხმარება ჩვენი კანის დატენიანებას, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა როგორი კანის ტიპი გვაქვს, მშრალი, ცხიმიანი, კომბინირებული თუ გრძნობიარე, ნებისმიერ კანის ტიპს ესაჭიროება დამატენიანებელი კრემი, რომ დროთა განმავლობაში კანი არ გამოშრეს, არ გახდეს გაუწყლოებული და შესაბამისად უკვე შემდეგ კანის ბარიერის დაზიანებაშიც არ შეუწყოს ხელი. აქედან გამომდინარე, დამატენიანებელი არის ამისთვის, რომ ჩვენ კანში მოახდინოს წყლის, ასე ვთქვათ, შეკავება და არ აორთქლება და სწორედ ამის ხარჯზე ჩვენი კანის დატენიანება. ხო, და აი პრინციპში მე მაღალი რისკის ქვეშ ვარ კანის ბარიერის დარღვევის და კანის გამოშვება, იმიტომ რომ უბრალოდ მყარან თხევად საპონს როცა ვხმარობ ამ სურფაქტანტებით, ხო, ასე შემდეგ, აი შემიტყვია, რომ აი წვერში, წარბებში კანი მეჭიმება, აქერცვლასაც ვამჩნევ, ასე შემდეგ. ანუ ეს დატენიანება პრინციპში ამას შვენის პირველ რიგში, ხო? მაგის პრევენციისთვის არის. ანუ არის ოკლუზიური დამატენიანებლები, როგორც ვიცი, რომელიც სითხეს აკავებს და გარეთ არ უშვებს, არის ჰუმექტანტები, რომელიც რა ქვია, სითხეს იწო, ანუ ართმევს, ხო, გარედან შემოაქვს თვითონ და არის ემოლიენტ ოკლუზივები, ხო, კიდე რომელსაც პლუს რაღაცნაირი დამარბილებელი და ასე შემდეგ ეფექტებიც აქვს. და კიდე ბევრი მითი არსებობს ამ დამატენიანებლებზე, მე რასაც წავაწყდი, ხო? პირველ რიგში ის, რომ მაგალითად ცხიმიან კანს არ ჭირდება დატენიანება. ეს ეგრე არის თუ ნაკლებად ჭირდება თუ როგორ შეიძლება ითქვას? ხო, ანუ რეალურად ეგ მითი წამოვიდა იქედან, რომ ცხიმიანი კანის ადამიანები იძახდნენ, რომ არ გვჭირდება დატენიანება, ჩვენი კანი ისედაც დატენიანებული არისო. და ეს რის ხარჯზე ხდება? ჩვენს ცხიმიან კანზე უფრო მეტი ცხიმი გამოიყოფა, რაც არის ბუნებრივი კანის დამატენიანებელი და როგორც წესი, დროთა განმავლობაში არ უჩივიან კანის გამოშრობას და თვლიან, რომ არ ჭირდებათ დატენიანება, მაგრამ აუცილებლად წლებთან ერთად ცხიმიანობა შესაძლებელია, რომ თან შემცირდეს და აგრეთვე, ასე ვთქვათ, წყალი აორთქლდეს ჩვენი კანიდან და მოხდეს გაუწყლოება ჩვენ კანზე და ჩვენი კანი გახდეს გაუწყლოებული, აქედან გამომდინარე, ან დეჰიდრატირებული კანი კიდევ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, მიდრეკილია ბარიერის დაზიანებისკენ და ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ნებისმიერი კანი, თუნდაც ცხიმიანი დავატენიანოთ, ოღონდ კონკრეტულად ცხიმიანი კანისთვის მორგებული დამატენიანებელი კრემით, რომ შემდეგ უკვე დისკომფორტი არ გამოიწვიოს თუნდაც კანზე. ხო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ანუ ჩვენ კანზე სხვადასხვა უბანი შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის, ხო, ზოგზე მეტად იყოს ეს ცხიმოვანი ჯირკვლები და მეტი ცხიმის გამოყოფა და შესაბამისად მეტად ცხიმიანი და შეიძლება სხვადასხვა კომბინირებული პროდუქტების გამოყენება მოგვიწიოს, ხო ესეა? კი, როგორც წესი, ვისაც კომბინირებული კანი აქვს, ნაკლებად ხდება ხოლმე კომბინირებული კანის პროდუქტი, რაც შეფუთვას აწერია, იმიტომ რომ ჩივის რომ ან საკმარისად არ უტენიანებს ლოყებს, ან რაღაც ნაწილი ტეზონის მაინც ცხიმიანი აქვს და მოკლედ არ არის კმაყოფილი. კომბინირებული კანის ადამიანისთვის თავის მოვლის რუტინის შედგენა ცოტა რთულია და არჩევა პროდუქტების რთულია, მაგრამ პირველი რეკომენდაცია, რასაც ყველას ურჩევ, არის ის, რომ ბევრი პროდუქტი არ გამოიყენოს, იმიტომ რომ ბევრი პროდუქტით შესაძლებელია კანი კიდევ უფრო მეტად გააცხიმიანოთ და
უბრალოდ არ მოგიხდეთ პროდუქტები და თქვენი კომბინირებული კანისთვის ვერ შედგეს ესე სწორი რუტინა. ამიტომ კომბინირებული კანისთვის უმჯობესია მარტივი რუტინა, ისეთი პროდუქტებით, რომლებიც მათკანს მოუხდება და როგორც წესი თუ ლოყები კიდე უფრო მეტად უშრებათ, თუნდაც დამატენიანებელ კრემთან პარალელურად, ვურჩევ ხოლმე რომ მშრალი კანის კრემი გამოიყენონ უბრალოდ დამატებით ლოყებზე. და ესე უფრო კარგად იქნება კანი დატენიანებული. იცი რა გამიგია კიდე რომ აი ეს დამატენიანებლის გამოყენება კანს აზარმაცებს, თითქოს კანი ეჩვევა და მე რო გადახვიდე რაღაცა, მე აი ესეც მაინტერესებს, რომ ხო მითია, ხო ეგრე არის. ანუ მე სიტყვაზე ხარ რომ დავიწყო დამატენიანებლის გამოყენება და რაღაც მომენტში შევწყვიტო რა. ხო არ ნიშნავს რომ უფრო გამომიშრება ვიდრე მანამდე მიშრებოდა. ხო, ანუ რეალურად პროდუქტზე მიჩვევა, ანუ ესეთი ფენომენი არასებობს, ანუ დამატენიანებელ კრემს შენი კანი ვერ მიეჩვევა. უბრალოდ ამ დროს ხდება, როცა გონია რომ მიჩვევა ხდება და პროდუქტი არ მუშაობს რეალურად, პროდუქტი ისე მუშაობს, უბრალოდ ჩვენი კანის მდგომარეობა იცვლება. მაგალითად, მე თუ მაქვს მშრალი კანი და ზაფხულში ეს პროდუქტი მემძიმება, რასაც მე მთელი ზამთრის განმავლობაში ვიყენებდი, იმას არ ნიშნავს, რომ პროდუქტი რაღაც მიეჩვია ან რაღაც უარყოფითად მოქმედებს ჩემ კანზე. უბრალოდ ჩემი კანის მდგომარეობა შეიცვალა და იმ პერიოდში განსხვავებული პროდუქტი უნდა მივაშველო, რაც მაგალითად არ დაამძიმებს კანს. აჰა. ანუ სხვა სეზონზე შეიძლება სხვა ინტენსივობის და სხვა ტიპის დამატენიანებელი იყოს გამოსახენები. ეხლა ისეთ ცოტა უცნაურ კითხვას ვასვამ, აი ასაკი რა ასაკიდან შეიძლება ამ დამატენიანებლის გამოყენება, ხა ვინც გიყურებს, შეიძლება იყვნენ პატარები. ხო, 0 წლიდან რეალურად მზისგან დამცავის რეკომენდაცია ესე პედიატრები აძლევენ, რომ 6 თვიდან გამოიყენონ, მაგრამ ბუნებრივია თუ 6 თვეზე ადრე გაყავთ ბავშვი მზეზე, მაშინვე უნდა გამოიყენონ მზისგან დამცავი და დამატენიანებელიც გამოიყენება დაბადებიდანვე პირველივე დღეებიდან, ბანაობის შემდეგ, რომ არ მოხდეს ბავშვის ასე ვთქვათ კანიდან ამ წყლის აორთქლება და ბავშვის კანი მით უმეტეს უფრო მიდრეკილი არის სიმშრალისკენ და ძალიან ხშირად პატარებს აწუხებთ ატოპიური დერმატიტი, ამიტომ ამის საპრევენციოდაც სასურველია რომ დაბადების პირველივე დღეებიდან გამოვიყენოთ შესაბამისი საბავშვო პროდუქტები. და იმ შემთხვევაში თუ აი სიტყვაზე მზის დამცავს ყოველდღიურად ხმარობ და ის შეიცავს უკვე დამატენიანებელს. ასე შემთხვევაში საჭიროება მაინც არის ამ ცალკე დამატენიანებლის ხმარების? რეალურად თუ ძალიან მშრალი კანი არ გვაქვს, შეგვიძლია მზისგან დამცავი გამოვიყენოთ პირდაპირ, რაც ბუნებრივია იგივე კანის დამატენიანებელია, ანუ ბარიერული ფუნქცია აქვს, რომ წარმოქმნას ჩვენ კანზე ბარიერი და დაიცვას ჩვენი კანი წყლის აორთქლებისგან. აქედან გამომდინარე, არ არის აუცილებელი, შეგვიძლია პირდაპირ დამცავი გამოვიყენოთ, რომ დროც დავზოგოთ და ასე ვთქვათ, უფრო კომფორტული იყოს. ხო, ეგ აი ამბავია ალბათ, 2-1-ში. ხო, კეთილი. შეგვიძლია კიდე ერთი საფეხურით წინ გადავიდეთ და ვისაუბროთ გამწმენდებზე, დასაბან საშუალებებზე, ექსფოლიატორებზეც, რომელიც ამ რაღაც გაწმენდის ნაწილი არის, ხო? და აქ ვიცი რომ ეს უფრო ფაქიზი და საფრთხილო თემაა, იმიტომ რომ აქ რაღაცა შეიძლება შეგნებულადაც კი არ ღვევდე კანის ბარიერს და მე იმ კანის ბარიერს აღდგენა ჭირდებოდეს, ხო? იმიტომ რომ ამ ექსფოლიაციის დროს ან გაწმენდის დროს, ან თუნდაც მაკიაჟის ან მზის კრემის ჩამოშორების დროს შეიძლება ეს ბალანსი დაირღვეს. აი აქაც ხო, აი იგივენაირი საბაზისო კითხვები მექნება, ხო? აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ვირჩევთ რაღაცა სახის გამწმენს იქნება თუ ტანის გამწმენს ან დასაბან საშუალებას, აი შხაპის დროს რა უნდა გამოვიყენოთ, სახეზე რა უნდა გამოვიყენოთ, მაკიაჟის დროს რა უნდა გამოვიყენოთ, დამატენიანებლის დროს და ასე შემდეგ. მოდი დავიწყებ ნებისმიერი კანის ტიპის მქონე ადამიანმა უნდა არჩიოს დასაბანი თავის კანის მდგომარეობიდან გამომდინარე და თავის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. თუ მაგალითად ვატარებთ დეკორატიულ კოსმეტიკას მაკიაჟს, სასურველია რომ კანი ორმაგი წმენდით, ასე ვთქვათ, დავიბანოთ და რა არის ორმაგი წმენდა, ხო? ორმაგი წმენდა არის ნებისმიერი ორი საშუალებით კანის დაბანა. ორმაგ წმენდაში აუცილებელი არ არის, რომ პირველი საფეხური იყოს ზეთოვანი დასაბანი, რაც მაკიაჟს დასშლის. შესაძლებელია იყოს მიცელარული წყალი, რაც მაკიაჟს მოაშორებს ბამბის დისკით და შემდეგ, ასე ვთქვათ, მეორე საფეხურად გამოიყენოთ თქვენი კანის ტიპისთვის მორგებული, იქნება ეს დასაბანი გელი, ქაფი თუ რაღაც კრემოვანი დასაბანი. ამას უკვე მეორე საფეხურის დასაბანს ვირჩევთ ჩვენი კანის ტიპის მიხედვით. და
პირველი საფეხურის დასაბანი შეგიძლია უბრალოდ შენი სურვილიდან გამომდინარე არჩიო, როგორი სიამოვნებს, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ ვისაც აკნე აწუხებს, მათთვის ზეთოვან დასაბანებს ნაკლებად უწევენ რეკომენდაციას და როგორც წესი, პირდაპირ ერთი დასაბანი ჩამოიფარგლებიან, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კანის მდგომარეობას და ასე ვთქვათ, რა მოთხოვნები გვაქვს პროდუქტის მიმართ. ხო, ანუ აკნესკენ მიდრეკილ კანს სხვანაირი მოვაჭირდება, რომ მარტივად რო ვთქვათ, კიდე რა არის ეს აკნე, ანუ რომ ჩვენ კანში ეპიდერმისში არის თმის ფოლიკულა, ანუ თმის ღერი, თმის ღერს აქვს ძირი, ხო? ამ თმის ღერის გაყოლებაზე გვერდებიდან შემოდის ეს ცხიმოვანი ჯირკვლები და ასე და ეს თმის ძირი კანის შიგნიდან გარეთ გამოდის და ეს კანის ზედაპირი ესე არის აქ არის თმის ღერი, ხო? და ეს კანის ზედაპირზე ასევე გვაქვს მკვდარი, კანის მკვდარი უჯრედები, რომლებიც ასევე ჩადის, პლუს ეს ცხიმოვანი ჯირკვლებიდან გამოყოფილი ცხიმი, იგივე სებუმი, და თუ ეს ყველაფერი დაეხშო, კიდე შიგნით არსებობს ესეთი ბინადარი ჩვენ კანში კუტი ბაქტერიუმ აკნეს, ესე ქვია, რომელიც შეიძლება გამრავლდეს და ამის ერთობლიობა დახშული თმის ფოლიკულა სებუმით, ანუ ცხიმით სავსე, მკვდარი კანით უჯრედებით სავსე პლუს გამრავლებული ეს ბაქტერია იწვევს აკნეს. ანუ ნებისმიერი რამ რაც შეიძლება ამის რისკს ზრდიდეს, აი ამ პროცესების ასევე ზრდის აკნეს რისკს. ამიტომ ეს ყველაფერიც გავითვალისწინოთ. აი ექსფოლიატორებზე მაინტერესებდა, აი მე გამიგია რომ მაგალითად ეს მჟავებია ხო ხშირად ხო ალფა ჰიდროქსი მჟავები ბეტა ჰიდროქსი მჟავები ხო ან ბეტა ჰიდროქსი სალიცილის მჟავა ბოდიში სალიცილის მჟავა ალფა ჰიდროქსი მჟავები მაგალითად გლიკოლის მჟავა ხო როდესაც ამას იკეთებენ სიტყვაზე ბევრი მინახავს რომ ეს გაიკეთა მსმენია ასევე გავიდა გარეთ და აი საშინელი დამწრობა მიიღო ან რაღაცა კანი გადაუხურდა ლაქა გაუშტა და რაღაცა აი ეს მაინტერესებს კიდე აი ყველაზე დიდი არაები რა არის კანის მოვლაში აი რა რასთან არ შეიძლება ან რის გარეშე რა არ შეიძლება კარგი კითხვა არ შეიძლება თუნდაც ქიმიური მჟავების შემდეგ ზეზე ისე გასვლა რომ მზისგან დამცავი არ გვისვას კანზე, ეგ არის დიდი არა, იმიტომ რომ კანი უფრო ფოტოსენსიტიური ხდება შესაბამისად დამწრობის რისკი უფრო იმატებს და ჩათვალე რომ შიშველი გადიხარ მზეზე დაუცველი და შესაბამისად კანის დამწრობის რისკი არის მაღალი. ქიმიური მჟავების სწორად ახსენე, ერთს დავამატებ რომ ამ ქერცლავები აგრეთვე არის ფიზიკური საშუალებებიც, ანუ სკრაბები მაგალითად ან ჯაგრისები, რასაც როგორც წესი სახეზე ნაკლებად უწევენ რეკომენდაციას რომ გამოიყენონ, მით უმეტეს განსაკუთრებით აკნეს დროს ან რაიმე სხვა კანის მდგომარეობის დროს, რადგან გამონაყარის გავრცელება უფრო მეტად ხდება მექანიკური გასახეხი ან დასასკრაბის საშუალებებით. ეს რაღაც პატარა ჩართვა გავაკეთე ამისი და ამ ქერცლავ საშუალებები, ზოგადად ამ ქერცლავის საშუალებები სასრუელია რომ არ გამოვიყენოთ ყოველდღიურობაში და აქვე დავამატებ რომ ყველასთვის აუცილებელი არც არის მჟავების შემცველი პროდუქტების გამოყენება. ეხლა ერთი კომენტარი გამახსენდა რომ ანუ რაღაც მჟავებს რატო არ იყენებ შენს რუტინაში, ესე შემომჩივლა ერთმან ჩემმა გამომწერმა და რეალურად აუცილებელი ყველასთვის არ არის. თუ არ გჭირდება და შენი კანი მჟავებისგან დამოუკიდებლად კარგად გრძნობს თავს ყოველდღიურად დასაბანი საშუალებები ისედაც გაშორებს კანის მკვდარ უჯრედებს, ამიტომ ვიტყვი რომ ყოველთვის აუცილებელი არ არის მჟავების გამოყენება, მაგრამ უმეტესად უხდება მათთვისაც აქვს ცხიმიანი კანი, რადგან სალიცილის მჟავა ახსენე და კარგად ასუფთავებს ფორებს, რაც ბუნებრივია ცხიმიანობასაც ამცირებს კი. ხოლო გლიკოლის მჟავა უფრო მეტად ეხმარება კანის თანაბარ ექსფოლიაციას, ანუ კანის მკვდარი უჯრედების მოშორებას, რაც აგრეთვე ეფექტური არის ნებისმიერი კანის დროს. თუმცა ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ მჟავების გადაჭარბება არ მოგვივიდეს და არ გამოვიყენოთ ისინი თუნდაც ყოველდღიურობაში აგრესიულად ან მაგალითად აი წაღან თქვი რომ რა ინგრედიენტი რასთან უნდა შევზღუდოთო. არ ვუწევ ხოლმე რეკომენდაციას მჟავების შემცველ პროდუქტებთან რეტინოიდების გამოყენებას, ანუ რეტინოლის მოხმარებას, იმიტომ რომ თავიდან დასაწყისში მით უმეტეს როცა ხარ ამ ინგრედიენტების დამწყები შეიძლება მოგივიდეს გადაჭარბება ამ პროდუქტების და კანი უფრო მეტად გაღიზიანდეს. ამიტომ ხო ანუ ბევრი პატარა დეტალია, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ხო, აი კიდე ხშირად აწერია ხოლმე ეს პროდუქტებს, რომ არაკომედოგენური არის და ასე აი ეგ რას ნიშნავს, რომ აუცნად ასევე ჩვენს მენელს. არაკომედოგენური ნიშნავს, რომ ფორებს არ ახშობს. შესაბამისად, ფორი თუ არ დაიხშობა, არ განვითარდება თუნდაც აკნე და კანის მდგომარეობა არ გაგირთულდება, მით უმეტეს თუ გაწუხებს აკნე და იყენებს შეიძლება ისეთ პროდუქტებს, რაც პოტენციურად ფორებს ახშობდეს. ანუ ეს ფორები არის ეს
წერტილები, რასაც ხედავთ ხოლმე ხშირად შავიც შეიძლება იყოს. ზოგჯერ არ ჩანს კანზე. ზოგჯერ არ ჩანს. ეს არის კომედონები, ხო? ანუ ამოსებული ფორები. კი. ხო, კეთილი. ამ ექსფოლიატორებზე რომ ვავტორებ, ანუ ეს აუცილებელი არ არის ამის ყოველდღიური ხმარება, ხო? ხო, აი გააჩნია კანის მდგომარეობას. მდგომარეობიდან კი გამომდინარე, ყველასთვის აუცილებელი არ არის და სურვილის მიხედვით თუ დავაბალანსებთ მათ გამოყენებას ჩვენ ყოველდღიურ რუტინაში, ძალიან სასარგებლო შედეგამდე მივიდივართ. უბრალოდ აქაც თავარი არის, რომ გადაჭარბება ბევრი ინგრედიენტის არ მოგვივიდეს, რომ კანი უფრო მეტად ასე ვთქვათ არ დაგვიზიანდეს. ხო, აი რამოდენიმე ესე ვთქვათ ნივთიერება თუ ინგრედიენტი მომხდა ამ რისერჩის დროს, რადგან აი ცალკე არის ხაზგასმული რა. მაგალითად C ვიტამინის გამოყენება სახეზე. აი რა შემთხვევაში გამოიყენება, რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენებოდეს და აი რა შეგვიძლია რომ ამაზე ვთქვათ. C ვიტამინი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი ჩვენს კანზე. არსებობს ორი ფორმით, აქტიური და არააქტიური. აქტიური უფრო მეტად მოიაზრებენ ელასკორბინ მჟავას, რომელიც არის ასე ვთქვათ სუფთა C ვიტამინი და ყველაზე მეტი კვლევა რომ მუშაობს C ვიტამინი სწორედ ამ ინგრედიენტზეა და მეორე ფორმა არის შედარებით უფრო არააქტიური C ვიტამინის ფორმები, რომელიც არის C ვიტამინისგან წარმოებული ინგრედიენტები, დერივატები, ესეც მოიხსენიებენ. არ მიყვარს ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ ხო, წარმოებული ესე ვთქვათ. რა განსხვავება არის და როგორ მოქმედებს? მოქმედების მექანიზმი ერთნაირი არის, უბრალოდ აქტიური ფორმის C ვიტამინი უფრო კარგად შეიწოვება კანში თუ შესაბამისი გარემო შევუქმნით ჩვენ კანზე. ანუ რას გულისხმობ? C ვიტამინი ესე ცალკეთ ამოუკიდებლად კი არის ეფექტური ინგრედიენტი ლაქებთან ბრძოლაში, მაგრამ ამ ინგრედიენტის კანში მოხვედრა არის რეალურად რთული. მაგალითად, ჩვენ თუ ვიყენებ 20%-იან C ვიტამინს, ანუ ის 20% რეალურად შეიძლება კანში სრულყოფილად ვერ მოხვდეს, იმიტომ რომ ჩვენი კანის შრე, ასე ვთქვათ, განსხვავებულია C ვიტამინთან შედარებით და შეწოვებას შეიძლება შეუშალოს ხელი. აქედან გამომდინარე მე ცოტა არ მიყვარს ეს ინგრედიენტი, იმიტომ რომ ზოგადად C ვიტამინის პროდუქტები, კარგი C ვიტამინის პროდუქტები, რაც დადასტურებული არის კვლევებით, რომ მუშაობს, არის ცოტა მაღალბიუჯეტური და არასტაბილური. შეიძლება ჩვენ რაღაც შევიძინოთ ძალიან კარგ ფასად C ვიტამინის პროდუქტი, მაგრამ დროთა განმავლობაში შევამჩნიეთ, რომ ფერი გამუქდა და ასე ვთქვათ, დაირღვა მისი შენახვის პირობა და შემდეგ უკვე გადასაგდები არის ეს პროდუქტი. ამიტომ ცოტა არასტაბილური არის, ცოტა რთულად შეღწევადი არის კანში, მოქმედება ნამდვილად კარგი აქვს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი არის, მაგრამ ანუ ბევრი მაგრამ აქვს. რამდენი რამეს ვიგებ, მეც ახლა მარტო ამ გადაცემით რამდენი რამე გავიგე. აი ერთ-ერთი კიდე მნიშვნელოვანი ნივთიერება, რაც აი შემომხდა ძალიან ბევრი, მათ შორის შევიდეოებშიც ახსენებდი, აზელაინის მჟავა. რა არის ეს? აი რაღაც ძალიან აქამდე არ მქონდა ესე გაგებული, ეხა ბევრი ლაპარაკობს ამაზე. აი რა ესეთი ბენეფიტები აქვს რომ ანაცვლებს და გვერდზე აჩოჩებს ძალიან ბევრ პროდუქტს. ვიტყოდი რომ გონი 20-25 წელი რაღაც აზელაინის მჟავის ბუმია. ეს ინგრედიენტი რეალურად უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ რაღაც თითქოს ხელახლა დაიბადა და გაცოცხლდა. ეს არის ინგრედიენტი, რომელიც ეფექტური არის პოსტაკნე ლაქებზეც, ანუ იმ ადამიანებში, ვისაც იყო აკნე გამოწვეული და დატოვა კანზე ლაქა. ამ შემთხვევაში ძალიან ეფექტურად ებრძვის პოსტაკნე ლაქებს, პოსტაკნე ერითემებს, აგრეთვე ნაოჭ საპრევენციო მოქმედებაც გააჩნია, სიცითლესაც ებრძვის, ბუნებრივად ანტიოქსიდანტიც არის და ერთ-ერთი ასე ვთქვათ უნივერსალური ინგრედიენტია მათთვისაც აქვს მგრძნობიარე კანი. მგრძნობიარე კანის ადამიანები, როგორც წესი წეღან C ვიტამინი ვახსენეთ და ვისაც უნდა პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლა, ზოგიერთი ადამიანი C ვიტამინს ვერ იყენებს, იმიტომ რომ ან ალერგია აქვს, ან არ უხდება. მე მაგალითად ვერ ვიყენებ, იმიტომ რომ არ აქვს კარგი რეაქცია C ვიტამინის, მოკლედ ჩემ კანზე. აქედან გამომდინარე, ვანაცვლებ ისეთ ინგრედიენტებით, რაც ვიცი რომ ეფექტურად ებრძვის კანზე პიგმენტურ ლაქებს და კანი მოყავს ერთფერში. და ესეთი არის ზუსტად აზელაინის მჟავა, არაპრეტენზიული ინგრედიენტია, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ, როგორი აზელაინის მჟავის შემცველ პროდუქტს ვარჩევთ და რატომ. ესე აზელაინის მჟავა რეალურად არის ფხვნილი.
შესაბამისად შრატის ფორმით აზელაინის მჟავა შეიძლება კანზე არ დარჩეს და აგვექერცლოს კანიდან და ესეთი პატარა თეთრი ფხვნილი დაგვრჩეს კანის ზედაპირზე. თუ ეს ეფექტი მივიღეთ, ანუ არ მუშაობს ის აზელაინის მჟავა ჩვენ კანზე და შესაბამისად ეფექტურობა ნაკლები ექნება. ამიტომ როგორც წესი, თუ ესეთი შრატი გვექერცლება, უნდა ჩავანაცვლოთ აზელაინის შემცველი კრემით, რაც კრემში ასე ვთქვათ, ფხვნილი უკეთ ჩდება, ამიტომ კანზეც რეალურად უკეთ მოქმედებს აზელაინის მჟავის კრემები ვიდრე შრატები. აჰა. მარიამ, მე მგონი ძალიან ბევრი ვისაუბრე, დაგღალე შენს, დავღალეთ ჩვენი, არ დავღალეთ ახლა ისე კარგად საუბრობ, რომ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი ალბათ ძალიან ინტერესით გვიყურებს, იმედია, ვინც აქამდე გვიყურებთ, მადლობა. რა ვიცი, მე მგონი დასამატებელი არაფერი არ არის, დაუსრულებელი თემაა. მე კიდე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ პირველი ნაწილი დავარქვათ, ჩვენ მომავალშიც ვიმეგობრებთ და ძალიან კარგი თანამშრომლობა გამოგვივა, დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა რომ მოხვედი. დიდი მადლობა რომ განმანათლე მე და ჩემი ქცევის შეცვლაში ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვის. ვთხოვ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს რომ გამოყვნენ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე. თუ რამეს ვერ შევეხეთ ისე ამომწურავად დაგვიტოვონ კომენტარებში და მარიამს მე რასაც უყურებ, აი კომენტარი არ არის რომ წაკითხული არ ქონდეს, იმდენი კომენტარი იწერება და ყველა სათითაოდ პასუხს ცემს და ესე ძალიან დასაფასებელია და ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენც მარიამიც გიპასუხებთ ყველა იმ შეკითხვაზე რაც შეიძლება გაგიჩნდეთ ამ ვიდეოდან გამომდინარე და ზოგადადაც მარიამის არხებიც აუცილებლად გამოიწერეთ. Instagram-ზე როგორც ვიცი, მარიამ SP როგორ უნდა გიპოვონ? Skinny ვარ. Skinny ვარ, TikTok-ზე ვიცოდი, ხო, Instagram-ზე სხვანაირად მახსოვდა რომ Instagram-ზეც იგივე არის, უბრალოდ ქვემოთ მიწერია მარიამ SPF კიდევ დამატებით, ანუ. აი, Skinny ვარ, ესე მოძებნეთ Instagram-ზე, TikTok-ზე, გამოიწერეთ, აი highly recommended რო იტყვიან, ანუ ძალიან დიდ რეკომენდაციას უწევ, როგორც უკვე ვახსენე, ყოველთვის მარიამი ცდილობს რომ ისაუბროს მტკიცებულებებზე დაფუძნებით, სანდო წყაროებზე დაყრდნობით. მომავალ შეხვედრამდე მადლობა ყურადღებისთვის.